ჩვენ უნდა წავიდეთ ახლა სადღაც მე-20 საუკუნის დასაწყისში და გავიხსენოთ თავისთავად კინომ რა გავლენა მოახდინა ლიტერატურას. ამისთვის საჭიროა გავიხსენოთ რა იყო იქამდე კინომდე ლიტერატურა და რა შეიცვალა. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ფაქტორი, არ ვიცი მე თქვენ ალბათ იცით, რომ მე-19 საუკუნეში არსებობდა ესეთი პროფესია, წიგნის მკითხავი. ანუ კომპანიონი ხარი, რომელიც იჯდა დაუშვათ და რაღაც პრიტანო. თავადის არისტოკრატი მკითხავდა წიგნს, ანუ ერთ-ერთი ეს კომპანიონი ხარის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი დამახასიათებელი ფუნქცია ესეც იყო, რომ მას უნდა შეეძლებოდა კარგად კითხვა. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ლიტერატურა შეიძლება ინსტინქტურად ცნობილად, შეიძლება ძალიან გასნობიერებულად აგებული იყო ყურზე, ანუ სმენაზე. და ჩვენ თუ წავიკითხავთ კლასიკურ რომანებს, ანუ თუ წაგვიკითხავთ, ანუ საერთოდ მე გიჩვენოთ, რომ კლასიკურ რომანებს მოусმინოთ აუდიო წიგნში. ვიხვდებით, რამდენად სმენისთვის არის ეს სინამდვილეში დაწერილი და არა თვალით საკითხავად. თუმცა ეს ახლა ესე არ იყო, რომ თვალს არ ქონდა მნიშვნელობა, მაგრამ კინოს გამოყვანება ჩაანაცვლა ეს იერარქია და თვალი გახდა უპირველესი რამ. აქედან გამომდინარე, რახან თვალი გახდა თვალმა და კინოს წარმოშობამ თვალი ძალიან გააქტიურა და შეცვალა თვითონ რომანის სტრუქტურა იმ გაგებით, რომ ჩვენ დღეს უკვე აღარ გვაქვს რომანში. დავუშვათ პეიზაჟები, ძელი აღწერები. იმიტომ რომ ადამიანის თვალი უკვე იმდენად ვიზუალურად გააქტიურებულია, რომ ეთქვი ტყე, უკვე წარმოგიდგენია ეს ტყე. და სადღაც კინოს არსებობამდე ეს ტყე ჭირდებოდა აღწერა, უნებრივია. აქედან გამომდინარე, კინომ შეცვალა თავისთავად გარემო პროზაში და რომანში განსაკუთრებით. შემდეგი რაც შეცვალა კინოს გამოგონება, რომ მოქმედება გახდა ძალიან აქტიური რომანში. დავუშვათ აღარ იყო უკვე საჭირო რომ შენ აღიწერა ვიღაცას ბავშვობა. ანუ ეს ყველაფერი თვალი იმდენად გააქტიურდა, რომ რაღაცები გახდა ზედმეტ. თუმცა 20-იან წლებში მე-20 საუკუნის იყვნენ წერლები, რომელსაც ჩვენ ვეძახით მოდერნიზმ წერლებს, რომელსაც ამას დაუპირისპირდნენ კინოს გავლენას ლიტერატურაში. და სწორედ ამან გამოიწვია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო, ჩვენ რასაც ვეძახით ცნობიერების ნაკადს ლიტერატურაში. ანუ ინტროსპექციულ რეალობას, საკუთარ თავში ჩაბრუნებას. ეს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს თემობაბლონისტიკთან არაფერი. არანაირი კავშირი არ აქვს. მე მგონია, რომ უბრალოდ რაც შეეხება ხა თუ წავალთ უკვე ქართულ ენაში, პირველი ასეთი მწერალი საქართველოში, რომელთანაც არის კინო ძალიან მაგრად იქნება, ალბათ იყო გურამ ჩეუბიშვილი. მანამდეც იქნებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ გურამ ჩეუბიშვილი უკვე თავისთავად ბოლომდე კინო. ეხლა უკვე მივადექით ამ ჩვენ დღევანდელ განსახილველ ავტორს. მოგეხსენებათ, რომ თემობაბლოვანი არის კინორეჟისორი. არ ვიცი, თქვენ მისი ფილმებისადმი როგორ გამოგიგვებურება. თუმცა პროფესიონალი. ესე თქვა. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას მის ამ რომანს, რომელიც არის თავიდან ბოლომდე აგებული გარეგან მოქმედებაზე. და ძალიან მცირეა იქ რაღაცა, ანუ ამ შემთხვევაშიც როგორც წინა რომანებში, ჩვენ გვაქვს საქმე სტატიკურ პერსონაჟთან, რომელიც პრინციპში შინაგანად არსად არ ვითარდება, თუმცა დაუშვათ წინა რომანებისგან განსხვავებით ძალიან ბევრ თავგადასავალშია და გახვეული. ესე წავა მისი ცხოვრება. მაგრამ ამ უამრავ თავგადასავალს, როგორც ყოველთვის ჭირდება რაღაც ცენტრი. უნდა იყოს ეს ცენტრი და ეხლა როგორც მოგეხსენებათ, სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე კარგი ცენტრია, განსაკუთრებით აკვიატებული სიყვარული. და ამ რომანში ჩვენ მე ესეთ წიგნებს ვეძახი საერთოდ აკვიატებული სიყვარული როცა არის. რაღაცას რომ დაიჯერებ და შემდეგ
ანუ მთელი რომანი შეიძლება არის ითქვას რომ არის აგებული ძალიან ერთი შეხედვით ძალიან კლასიკურ და ისეთ რაღაცა ცხად და ნათელ სქემაზე რომ ცენტრი არის თავარი პერსონაჟის სიყვარული, მაგრამ ეს სიყვარული უნდა შედგეს. ანუ ყველაფერი ხდება ამ სიყვარულის საწინააღმდეგოდ. და ნუ ეს ხა ძალიან კლასიკური ხერხია, რომელსაც ახლა ავტორი ამ შემთხვევაში ასე თუ ისე ძალიან კარგად აკეთებს. ახლა პირადად ჩემი დამოკიდებულება უნდა ვთქვა ამ წიგნისადმი, რომ მე ესეთი ლიტერატურა ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ვხვდები რატო დაინტერესდა ამდენი ადამიანი ამ წიგნით. ძალიან კარგად ვხვდები. და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, გარდა სიყვარულისა და ცენტრისა, სადაც ეს კლასიკური დაუშვათ სქემა აღებული, არის ის, რომ ამ წიგნში მოცემულია ის, რაც ჩვენ დღეს არ აგვაქვს, მთლიანი სამყარო. ანუ რაღაცა თაობებისთვის ის, რაც იყო სამყარო. ანუ ამ სამყაროს ქვია საბჭოთა კავშირი. სადაც დაუშვათ ეს ყველა თავგადასავალი, ეს თავგადასავალი არ ხდება საქართველოში, ეს ხდება საბჭოთა კავშირში, უნდა გვახსოვდეს. აქედან გამომდინარე, ბევრისთვის ეს არის ძალიან ნოსტალგიური წიგნი. სტილისტური მხრივ ხო ასევე ნოსტალგიურია, იმიტომ რომ დაუშვათ ავტორი არერიდება გამოიყენოს დაუშვათ ბილდსიტყვაობა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის გაკეთებული, ასე ვთქვათ, ქართულად, ჯიგრულად რა. და ჩვენ ეს ყურს არ გვჭრის. როცა იგივე სიტყვებმა და იგივე დიალოგმა ვიღაც სხვა ადამიანის და ავტორის წიგნში შეიძლება ძალიან მოგჭრას ყური და არ მოგვეწონოს და ამაზე ავყვირდეთ. ზუსტად ეს სამყაროს და იმ პატარა მსოფლიოს სურათი ქმნის აი ამ რომანისადმი ინტერესს. ეს რომანი რომ დაუშვათ ყოფილიყო, დაუშვათ იგივე თავგადასავალი რო ავიღოთ, სხვათა შორის გავს რაღაცით, ხო, ყარაბაღს, როგორც პირველად რაც განვიხილეთ ჩვენ. პრინციპში გავს. იქაც აკვიატებული სიყვარულია, მაგრამ ის უკვე სხვა ქვეყანაა და ეს ქვეყანა ჯერ ჩვენ გააზრებული არ გვაქვს. და აი ეს ზუსტად ეს საბჭოთა რეალობა, რომელიც ვერ ვიტყვი რომ ან ცუდად არის დანახული, ან კარგად არის, ან ნოსტალგია, ან რაღაც, მაგრამ ქმედებათა ლოგიკა არის ის, რაც ჩვენ მოგწონს, რაზეც ჩვენ გავიზარდეთ. ჩვენ გულისხმობ, ნუ აი ჩემი თაობის და კიდევ უფროს ადამიანებს, რომ რაღაცეები არის ესე. რაც შეეხება თვითონ ახლა ტექსტს, მე მაქვს ესეთი განცდა, შეიძლება ვცდები, რომ ამ შემთხვევაში ავტორს ჰქონოდა საკმარისი ფინანსური დაფინანსება, ამ გადაიღებდა ფილმს და ეს იქნებოდა სცენარი და არანაირი კავშირი არ ექნებოდა რომანთან ამ ყველაფერს. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ალბათ არ იყო ფული და ეს გარომანდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მე არ ვიცი ხა, ჩემი ვარაუდია ეს შეიძლება სადღაც რომ შევხვდე ავტორს დაუსვა ეს შეკითხვა, რომ ხო არ იყო ეს თავიდან სცენარი, რომელიც გარომანდა. თუმცა ესეთი ისტორიები არ არის, ახლა პირველად არ ხდება, მე არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას დავით აღმაშენებელი თავიდან იყო სცენარი, რომელიც უბრალოდ ვერ გადაიღეს, ალბათ ძალიან მაღალი ბიუჯეტი ჭირდებოდა და შემდეგ ეს გახდა ტეტრალოგია რომანი. ანუ ეს სცენარიდან ამოზრდილი წიგნი არ იყო ეს თავიდან რომანად ჩაფიქრებული. ამ შემთხვევაში რატომღაც ესე მგონია. თვითონ ახლა პერსონაჟი ვინ ყავს ჩვენ პერსონაჟი? პერსონაჟი ყავს აი თქვენი აზრით როგორია ეს პერსონაჟი? ინფანტილური ხო არის? რომანი ვის გაქვს წაკითხული, ახლა უნდა ვიცხოთ. შენ მარტო. ანუ მე ჰაერზე ვლაპარაკობ ახლა, ხო? ძალიან კარგი. მაშინ შემიძლია მოგატყუოთ კიდევაც რაღაცა. არა. ანუ თავისთავად, აი გურამ შენ მითხარი მაშინ, როგორია შენთვის ეს პერსონაჟი? თავარი პერსონაჟი, ეს არ ვამბობ ის დანარჩენი გადამკვეთ პერსონაჟებს არ ვამბობ. თავი პერსონაჟი არის ისეთი, როგორც საქართველოს მოსახლეობის 90%. პიაჟეს განვითარებით, სადღაც 5-დან 7 წლამდე მენტალური მდგომარეობით, თქო, ასაკით 13-დან 16 წლამდე. ქმედებით? ხო, ქმედებით წერილი. ხო. ანუ ინფანტილურია თავიდან ბოლომდე. ეს არის, ანუ აქ ჩვენ ეს მე მინდოდა რომ სხვას ეცქვა ეს, იმიტომ რომ მე ზუსტად მაგას ვიზიარებ, რომ
ქართულ ლიტერატურას რაც აქვს ყველაზე მთავარი ჩვენ რო დაუკვირდეთ ჩვენ მკითხველს ყველაზე მეტად უყვარს ინფანტილური პერსონაჟები და ამას ჩვენ ვეძახით რომ წესიერი პატიოსანი ესეთი ადამიანი მაგრამ სინამდვილეში არის ინფანტილური იმიტომ რომ მთელი ეს წიგნი მე რომ ამას ვკითხულობ მე მიჩნდება შეკითხვები რომ რატო ესე და ესე არა თუმცა გასაგებია რომ ეს წიგნია და ავტორს აქვს უფლება რომ ესე წავიდეს ეს ყველაფერი მაგრამ ანუ ეს სიყვარულის ისტორიაც თავისთავად არის ინფანტილური და მე ფინალისკენ რო წავედი ისეთი ის გამიჩნდა არ ვიცი შენ იგივე გაგიჩნდა ხო არა რომ ეხლა ამას ეს რო ყოფილიყო ინგლისურენოვანი წიგნი ხო გაატანდნენ უკან და ეტყოდნენ რომ ფინალი არის გადასაწყები იმიტომ რომ არ შეიძლება შენ 600 გვერდი და ამთავრო არა happy end-ის გარეშე ხო ეს არის იმიტომ რომ თვითონ ეს წიგნი ითხოვს happy ends და ეს ფინალიც ქართული ინფანტილურია რომ რაღაცა ვერ უნდა გამოვიდეს აუცილებლად ჩვენი ესეთი ყველაფერი უნდა დარჩეს რაღაც რომანტიკულ გაელვებად მეორე მხრივ დიდება ავტორს იმიტომ რომ ყველაფერი ისე გააკეთა როგორც უნდა ხალხს და ბესტსელერის იდეაც მეგობრებო არის ის ეხლა მე ბევრს ვერ ვილაპარაკებ ამ რომანზე იმიტომ რომ არანაირი თავისთავად თუ მე საშუალება მქონდა რომ თამთამელაშვილის რომანზე რაღაც სტილზე მელაპარაკა და უშუალოდ აკა მორჩილაძეს რაღაცა თუნდაც მცირე რაღაცა ფორმალურ რეფორმებზე მელაპარაკა ამ შემთხვევაში მე არ მაქვს არანაირი საშუალება რომ ვილაპარაკო ეს ანუ ამ წიგნს მე უკავშირებ და უშუალოდ ძალიან 60-იანი 70-იანი წლების ტრადიციულ ძალიან ისეთ ლიტერატურას და არანაირი განვითარება ჩემთვის ამ წიგნში არ ჩანს გარდა ერთისა რომ ამ წიგნის არსებობამ და რა თქმა უნდა ავტორის ფაქტორმა განსაზღვრა ის რომ თურმე ძალიან ბევრ ადამიანს ქონია ნოსტალგია ესეთი თხრობისადმი და რო ვიცახით რომ როგორი წიგნი უნდა აი რას ითხოვს მკითხველი თურმე ითხოვს ასეთ წიგნს სინამდვილეში აი ამ ტიპის წიგნს სადაც იქნება მისთვის ნაცნობი განვითარების ლოგიკა და მისთვის ნაცნობი გარემო ეს ახლა რას ნიშნავს მეორე მხრივ რაღაც სოციოლოგიურად და ფილოსოფიურად ამას რო შეხედო ძალიან საინტერესო მოვლენაა იმიტომ რომ ჩვენ თუ ვცხოვრობთ ახალ სამყაროში და ეს სამყარო რაღაცად გვიღირს და ეს ახალი წესრიგი მაშინ რატომ მოგწონს ეს ძველი წესრიგი ესე იგი ადამიანების უმრავლესობა მაგრამ სანამ ამას განვავითარებ ვიტყვი იმას რომ ადამიანის უმრავლესობას მოწონს ზუსტად დასრულებული სქემა არაფერს არ მოწონს შუაში გაწყვეტილი სქემა ანუ სადღაც გაუგებრობა თუ ეგზისტენციალური თუ სოციალური არა ძალიან ხშირ შემთხვევაში არავის არ მოწონს იმიტომ რომ ყველას არ აქვს განვითარების და აღმოჩენის ნიჭი შეიძლება დავარქვათ უნარი და ამ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად დასრულებული სამყარო სოფლიო სადაც პერსონაჟი მოქმედებს აბსოლუტური წინასწარი განვითარების დადგენილი ლოგიკით. ანუ სადღაც მკითხველს ალბათ უხარია კიდევაც რომ წინასწარ იცის რა მოხდება. თითქოს ხო პირიქით უნდა იყოს წიგნში რომ შენ არ იცი რა მოხდება, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. მაგრამ ამ შემთხვევაში იცი, ანუ არ არსებობს ახლა მკითხველი რომელიც წინასწარ არ იცოდეს, რომ დაუშვათ პერსონაჟი რომელიც გაებმევა რაღაცაში, შემდეგ მოხდება დაუშვათ ეს თეთრი ბაირაღებიც გამახსენდა, ბევრი წიგნი გამახსენდა მე ამ შემთხვევაში, რომ მე იქ მოხდება გამარჯვება, მოხდება სადღაც დაუშვათ ლაგერი ქვია, ხო მაგას რაღაცა. შემდეგ იქიდან აუცილებლად გაიქცევა, იმიტომ რომ აი სიყვარულის ძალა აიძულებს და აი ამ თავისი შეყვარებულის დულსინეას დაუძახოთ, ხო? მანუშაკას რომ აიძულებს რომ აი ეს მოძებნოს და სადღაც გაერთიანდეს ამ თავის სიყვარულთან და რაღაც შეიქმნას. თუმცა ძალიან რთულია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე პირდაპირ ვიტყვი რომ ამ ტექსტს არ აქვს მხატვრული ღირებულება.
ანუ ძალიან ბესტსელერი ხო ისედაც ძალიან ძნელი სალაპარაკოა, იმიტომ რომ ნუ რაზე უნდა ილაპარაკო, იმიტომ რომ ბესტსელერი ნიშნავს ხშირ შემთხვევაში იმას, თუმცა აი ალეკო შოკოლადაზე რო ვილაპარაკებთ, ეს ძალიან განსხვავებული ბესტსელერია სხვა ყველა ბესტსელერისგან, რაც უნდა განვიხილოთ. მაგრამ თამთა მელაშვილის წიგნისგან განსხვავებით, ამ წიგნში ლიტერატურა არ არის. ამ წიგნში არის ბევრი ამბავი, რომელიც თავისთავად ჩვენ ყველამ წინასწარ ვიცით როგორ განვითარდება და ამ წიგნს ვკითხულობთ ბოლომდე იმიტომ, რომ მოგწონს ის, რომ ჩვენთვის აქ ნაცნობი რეალობაა და საგანთა ნაცნობი ბუნება და ლოგიკა. არის ეს მიღწევა ლიტერატურული? არა, ეს ლიტერატურული მიღწევა არა, ეს ფსიქოლოგიური მიღწევაა. ანუ ავტორი მაგარი ფსიქოლოგიური მიღწევაა, ყველა ვერ აღწევს ამას. რომ შენ ჩათვალო და უშუალოდ რომ ესეთი განვითარება იქნება მისაღები ძალიან ბევრი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ახლა ორჯერ 2 4-ია ვიცით და ნუ რას ვაკეთებთ ახლა. მაგრამ აქედან გამომდინარე ძალიან დიდი რისკი არის რა. მაგრამ თვითონ თემურ ბაბლუანის ფილმებიც ეგეთია. რომ ჩვენ მისი ფილმები ვიცით, მოგწონს, მაგრამ ეს არ ვიცით, ახლა ეს კარგი კინოა, ცუდი კინოა, ეს არ ვიცით, მაგრამ ეპიზოდები გვახსოვს. ზუსტად ეს წიგნიც ესეთია, რომ აი აქ თავგადასავალები გვახსოვს თითო ეპიზოდი და ეს ძალიან ოსტატურად არის სხვათა შორის გაკეთებული, რომ ყველა თავის სხვათა შორის არ ვიცით თქვენ ვინცაც წაკითხული გაქვთ. დამეთანხმებით თუ არა და ვინც წაიკითხავთ, მერე დამეთანხმებით თუ არა, რომ თითეული თავი გაკეთებულია რაღაც ეპიზოდად, რომელიც არასდროს არ არის დასრულებული. სხვათა შორის ეს ძალიან კარგი მიგნება აქვს. ისეთ მომენტში სრულდება, რომ ძალიან კინოსურათად სრულდება, არა ფსიქოლოგიურად დაუშვათ. იქ შეიძლება ყოფილიყო სხვა განვითარება, სხვა წინსვლა. მაგრამ არა, თითოეული თავი მთავრდება ძალიან ეფექტურად, აი ეს რაღაცა კინო სტოპ კადრით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯამში ახლა მე ამ წიგნზე ძალიან მიჭირს საუბარი. მე და გურამი როცა მსჯელობდით ამ წიგნზე, სულ ქონდა ეგეთი ის რომ შევიტანოთ ეს წიგნი თუ არ შევიტანოთ, მაგრამ ბოლოს შევთანხმდით, უნდა შევიტანოთ, იმიტომ რომ სტატისტიკას უნდა ვცეთ პატივი გაყიდვების და ნახან ბესტსელერია ხო ესე იყო. უნდა შევიტანოთ, თორე ამ წიგნზე ბევრი სალაპარაკო არაფერი არ არის. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ავტორმა ამ შემთხვევაში ცნობილმა კინორეჟისორმა დაგვიდასტურა, რომ ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს ამ ქვეყანაში აქვს ნოსტალგია რაღაც ინფანტილური წესრიგისადმი. ანუ ჩვეულებრივი დასაწყისისადმი, განვითარებისადმი და დასასრულისადმი. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ეს დასასრული. და ჩვენ ეს არ აგვაქვს. ანუ ჩემთვის ეს წიგნი პირველ რიგში მე ხა განვავრცო. რას ნიშნავს ჩემთვის როგორც მკითხველისთვის ეს წიგნი რომ წავიკითხე? ჩემთვის ნიშნავს ის, რომ ის რაც გამოხმაურებებიც ამ წიგნს ქონდა და ის რაც მე წარმომიდგენია, რომ დღეს უნდა ხდებოდეს ლიტერატურაში და რასაც მე თავად ვცდილობდა კიდე სხვაებიც რა თქმა უნდა ყველა თავისებურად და მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა მე ვლაპარაკობ ყველაზე კარგად ჩემ თავზე ვიცი, როგორ ვფიქრობ, ხო და ამიტომ ჩემ თავიდან ვიტყვი, ჩემი პოზიციიდან, სხვების პოზიციიდან ვერ ვიტყვი. თავისთავად ეს ჟანრი ანუ უცნაური არის აქ ის, რომ ის რა წიგნიც ეს არის, ამ ჟანრში ჩვენ გაცილებით მაგარი მიღწევები გვაქვს უკვე რა, თანამედროვე ლიტერატურაში. ანუ ეს ჟანრი არ არის რომ მოკვდა და აღარ არსებობს. ეს ჟანრი განვითარდა, სახეიცვალა, დაალაგდა და გახდა გაცილებით საინტერესო. მაგრამ ხდება უცებ მოვლენა, როცა იბეჭდება წიგნი, როცა ამ ყველაფერში გაკეთებულია ის, როგორც აკეთებდნენ დაუშვათ 50 წლის წინ და ეს წიგნი აინტერესებს ძალიან ბევრ ადამიანს. და აქ ისმევა შეკითხვა, რომ რამდენად კავშირშია თანამედროვე ავტორი თანამედროვე მკითხველთან. ეს არის ძალიან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, იმიტომ რომ მე როდესაც ვლაპარაკობ დაუშვათ ყარაბაღზე, როდესაც ვლაპარაკობ დაუშვათ თამთა მელაშვილის შაშვი მაყვალი, იქ ვხედავ კავშირს მე. ანუ იქ მე სხვა ხვდები რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ დაუშვათ ყველაფრის ტემპერატურა დაბლაა დაწეული, ფსიქოლოგიზმის, რაღაცა ლიტერატურული ხერხების არ არის იმდენად რადიკალური და ექსპერიმენტული, რომ მარტო პროფესიონალებს დააინტერესოს ეს ყველაფერი, თუმცა მე ვხსნი ამ ყველაფერს. რატომ არის ეს?
მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უკვე სხვა ნიშანია ჩემთვის, რომ არსებობს ესე იგი ძალიან ბევრი მკითხველი, იმიტომ რომ ამ წიგნს ძალიან დიდი გაყიდვების ტირაჟი აქვს, ხო, რამდენად ვიცით 15 თუ ახლა საქართველოსთვის ძალიან დიდი ტირაჟია, ანუ ისეთი რომ ბევრი ვერ ეწევა ამ ყველაფერს. ანუ ესე იგი არსებობს პოტენციური 15000 კაცი მინიმუმ, რომელთანაც მე როგორც ავტორს კომუნიკაცია მაქვს დაკარგული ბოლომდე. ანუ ჩემთვის ეგ ნიშანია და ძალიან საინტერესოა, რომ ესე იგი არ არის ესე რომ ვიღაცები არ კითხულობენ, აი რაღაცა მოხდა და ყველამ წაიკითხა, ხო, აი ამდენმა ადამიანმა. და მე ამ ადამიანებთან არ მაქვს ესე იგი ესთეტიკური კავშირი და კომუნიკაცია მაქვს დარღვეული. ესეთი წიგნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ ლიტერატურული პროცესის განსახილველად. თავისთავად ამ წიგნს, რა თქმა უნდა, ახლა ამ წიგნის მხატვრულ ღირებულებებზე და მნიშვნელობაზე ლაპარაკი. ნუ არ იქნება ჩემი მხრიდანაც ძალიან დიდი ინფანტილიზმი. რა თქმა უნდა, ამ წიგნს არ აქვს არანაირი მხატვრული ღირებულება გარდა იმისა, რომ არის დაწერილი მცოდნით, რომელსაც ახლა მე თუ მკითხავთ ნებისმიერი წიგნის დამწერი ადამიანი, ანუ ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ უნდა წეროს, აი ეს ამ დონის ოსტატობა უნდა ქონდეს, თორე ამის იქით ჩემთვის არაფერი არ ხდება ამ წიგნში, გარდა იმისა, რომ რა გზავნილიც და რაც თავარი რაც მოაქვს ჩემთვის ამ წიგნს, რომ არსებობს ესე იგი ათასობით ადამიანი, რომელთანაც მე და სხვა თანამედროვე მწერლებს უბრალოდ არ გვაქვს კომუნიკაცია, ესთეტიკური კომუნიკაცია არ გვაქვს. და რატომ მოხდა ეს? ანუ რატომ მოხდა ის, რომ ადამიანს მოწონს დღეს ის რამაც საკუთარი თავი ამოწურა 50 წლის წინ და ვერ ვიტყვით ახლა რომ ასეთი წიგნები აღარ დაწერილა ამის შემდეგ. დაუშვათ, აი მე დავასახელებ. ამ წიგნის, ასეთი წიგნის ძალიან კარგი ვერსიები აქვს ანა კორძაიას ამოდაშვილს. გაცილებით თანამედროვე, გაცილებით დახვეწილი, გაცილებით ღრმა. რა თქმა უნდა. ანუ დახვეწაში მაგას გულის ხმობ, რომ 600 გვერდი, ანუ წიგნი, რომელიც შეიძლება მოყვე 100 გვერდში, არ უნდა მოყვე 600 გვერდში. გასაგებია ესეთი. ანუ დაუშვათ, აი ამ ესთეტიკის განვითარება, ჩვენ ხო არა, ეს რო იყოს უნიკალური წიგნი, რომ აი ამის იქით არაფერი არ დაწერილა და რაღაც ჟანრები ხო არის, მაგალითად, აივნიანი ქალაქი, ხო არის ეგეთი წიგნი. ამის მსგავსი არაფერი არ დაწერილა. და აქედან გამომდინარე, შენ ეს წიგნი მოგწონს, არ მოგწონს, ხო, აი ბანოვანი იყო ესეთი ავტორი რაღაცა, აჩtildeები, ხო, ესეთი, აი ეგეთი ტიპის რომანი არ გაქვს, არც განვითარებულა არაფერი და რაღაც როგორც უნიკალური წიგნს ისე კითხულობ. მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს. და აი აქვე უპირისპირებ, რომ არსებობს ეს წიგნი და არსებობს ანა კორძაიას გაცილებით უკეთესი რომანები. გაცილებით. და ბატონო ანუ მე მაგის არ მჯერა. მე მაგის არ მჯერა. ანუ მე მჯერა რომ ავტორმა შეიძლება გაყიდოს წიგნი სახელმა, მაგრამ გამოიწვიოს რეაქცია მაგის არ მჯერა. ანუ ეს გულწრფელი რეაქცია იყო, რასაც ხალხი ამბობდა, რომ ეს არის შედევრი, ეს არის გადასარევი, ეს არის რაღაცა ბრწყინვალე. რა თქმა უნდა, ეხა ჩვენ თუ დავიწყებთ ამის რაღაცა ესე სქემით, ხო, რა თქმა უნდა, წიგნის მაღაზიაში შევიდა ადამიანი და იყიდა ეს წიგნი, იმიტომ იყიდა, რომ თემურ ბაბლუანის წიგნი იყო. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს ამაზე. მაგრამ ის რა რეაქციაც მოყვა, ეს რეაქცია აღარ იყო, იმიტომ რომ ეს თემურ ბაბლუანის წიგნი იყო. საერთოდ ესეთი კეთილშობილი ადამიანი არ არის, რომ ამდენ ხანს გამოგყვეს და ამდენ ხანს გიგოროს კოჭი დაუშვათ, ხო? არ არის. აქედან გამომდინარე, ეს იყო გულწრფელი რეაქცია. მაგრამ მე ვამბობ, ეს წიგნები განვითარებულია, თუნდაც ანა კორძაიას ვინ მოკლა ჩაიკა დაუშვათ. გაცილებით დახვეწილი, გაცილებით მაგარი ვერსია, გაცილებით თანამედროვე, გაცილებით ღრმა. მაგრამ გვაქვს ის, რომ კი ბატონო ამ წიგნს ყავს თავისი მკითხველი, მაგრამ ახლოსაც ვერ მიდის ამ წიგნის მკითხველების რაოდენობასთან. აი აქ რა ხდება. ზუსტად ეგ არის საინტერესო, იმიტომ რომ განსხვავება არის ზუსტად საიდანაც დავიწყე, რომ აქ მართლა დასრულებული ცივილიზაციის სურათია. ანუ ამ ცივილიზაციას აქვს ყველაფერი. და ის, რასაც ანა კორძაიას წიგნშია დაუშვათ, ხო? ეს თვითონ ჯერ დაუსრულებელი ქვეყანაა, ჯერ არ ვიცით რა ქვეყანაა. და
აქედან ზუსტად გამომდინარე აი ეს შიშია, აი ამ დაუსრულებლობის, ამ ქაოსის შესვლის არსურვილის რა რაღაცა რომ გავიწიო და არ მინდა, თორე როგორ არა, ეხლა ყველა მიცით რომ გამარჯობა. ესეთი წიგნები არის. და ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე ყოველად არ მithქვათ რომ ჩვენ აქ ლექციები კი არ გვაქვს, ჩვენ აქ საუბარი გვაქვს, ძირითადად მე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე თქვენი აზრიც მაინტერესებს, რომ რატო ხდება ისე, როდესაც აი ერთი ტიპის ორ ნიმუშში საუკეთესოს ექცევა ნაკლები ყურადღება და უფრო ცუდს მეტი. მაგრამ მან ვინმე იტყვის რომ რა კრიტერიუმით აფასებ. რა კრიტერიუმით? მათ კრიტერიუმი არ არსებობს თქო გარდა იმისა, რომ ალბათ ამ წიგნში რახან არის ეს დასრულებული ცივილიზაციაზე ლაპარაკი. სადაც ადამიანებმა იცოდნენ ყველა ქმედების მიზეზშედეგობრივი კავშირი. და ამ შემთხვევაში არ იციან. განსხვავება ეს არის, თორე სადღაც რო არსებობდეს რაღაცა ისეთი, რომ ჩააჯინო შენ ეს ადამიანები, ხო და მიცე ინფორმაცია 10 წუთში გეტყვის ყველა რომ ეს გაცილებით მნიშვნელოვანი და მაგარი ლიტერატურაა ვიდრე ეს. რო დაუშვათ ეს ჟანრი ამ მომენტში, რასაც არის ესეთი ლიტერატურა დაუშვათ ურბანული სათავგადასავლო, ხო? რა თქმა უნდა ეს უკეთესი ნიმუშია, თან არ არის ისე დაწერილი, რომ ეხლა ეს კლასიკური რომანი იყოს, რომელიც 50 წლის წინ დაიწერა და ეს ეხლა დაიწერა. ხო, რაღაც ერთ პერიოდშია დაწერილი. თითქმის ერთ პერიოდში ანუ თქვენ არ ფიქრობთ იმას, რომ რასაც მე ვამბობ, რომ ადამიანს სრული სურათი რო აქვს გაცილებით უადვილდება. ანუ მიზეზშედეგობრივის ახსნა რო აქვს, რომ აი ამ ქმედებას ეს მოსდევს, ამის მიზანი ეს არის, ეს ესე განვითარდება. ხო. ისა უკაცრავად მოდი ესე ვქნათ, რომ ჯერ ლექცია დამთავრდეს და კითხვა-პასუხის რეჟიმი ვერ ექონდეს. ხო, იმიტომ რომ ეს თვითონ ეს მომენტი მე მინდა რომ ამას მივაქციოთ რა ყურადღება რა, იმიტომ რომ ჩვენ ეს რახან ვართ აქ, ესე იგი ეს გვაინტერესებს ეს ყველაფერი. მეტნაკლებად, რა თქმა უნდა. ჩვენ ეს მარტო სიმარტივით ამის ახსნა შეუძლებელია, აქ გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემაა თქო, ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვარქმევთ ძალიან მარტივ სახელებს. ო, იმას არ ესმის, იმას ის არის, ის პრიმიტივია, ის დებილია, ესე არ გამოვა. არ შეიძლება რომ ყველა ესე იყოს, ხო? მე მგონია, რომ ადამიანებს დღეს ამ ენაში მოღვაწე ადამიანებს და მცხოვრებს ეგზისტენციალურად თუ ინტელექტუალურად ჭირდებათ წესრიგი. დასრულებული სურათი. ანუ ის რომ რაც იცოდა იმ სამყაროში, გააკეთებ ამას იქნება ესე წახვალ, ესე და მე დამთავრდება. დღეს ჩვენ ეს არ გვაქვს. ანუ როდესაც ამბობენ რომ რატო არ ყავს, რატო აღარ არიან, ვინ აღარ არიან, სინამდვილეში არიან, მაგრამ სისტემა აღარ არის, რომელიც ამ ადამიანებს აძლევს დასრულებულ სახელს, ანუ და თვითონ ეს წარსულიც, ხო, რატომ? დაუშვათ მე უფრო გავამარტივებ ამას და წავიყვან იმაზე, რახან ეხა თქვენ ზოგს არ გაქვთ ეს წიგნი წაკითხული, მაინც ძნელია ამაზე ლაპარაკი. აი მე გაგიმარტივებთ, რატომ ხდება ისე, რომ დაუშვათ ურბანულ ლიტერატურაზე მეტად საქართველოში დღეს ინტერესი აქვს ისტორიული ლიტერატურისადმი. ანუ რატო ხდება ეს, რომ თუნდაც ერთი და იგივე ავტორის შემთხვევაში მისი ურბანული ტექსტები დაუშვათ ურბანულს მე ვეძახი უბრალოდ მარტო ქალაქის და იმის გაგებით არა ყოფის, ანუ თანამედროვე ცივილიზაციაში მიმდინარე მოვლენებისადმი, აი ავიღოთ ერთი ავტორი, რომელსაც შეიძლება კონდეს ისიც და ისიც დაწერილი. ანუ რატომ ხდება ისე, როგორც ჩვენ ხო ვილაპარაკეთ აქ ამ მორჩილაძეზე, დაუშვათ, აი დაუბრუნდეთ, რატომ ხდება ისე, რომ დაუშვათ არ ვიცი, კუპიდონი კრემლის კედელში ან როძინა აინტერესებს ხალხს
და არ აინტერესებს დაუშვათ რაღაც შობაღამის ალხეჯები. ან რაღაცა ისეთი რაღაცა რომანები, რომელიც კი შეიძლება კინო გადაიღეს, იქ რაღაცა პიესა გაკეთდა რაღაცა, მაგრამ ინტერესი რატო არის? აი ეს ხო არ არის, აქ ხო ვერ ვიტყვით, რომ ეხლა სხვადასხვა ავტორია, სხვადასხვა სიძლიერეა, სხვადასხვა ესთეტიკური დონეა, ფილოსოფია, სიღრმეა, არა, ერთი და იგივე ავტორია, აბსოლუტურად ერთი და იგივე ტექნიკა აქვს, აბსოლუტურად ერთი და იგივე ის არის. ეს არ არის, რომ ეხლა თავისთავად რომ ეხლა ანა კორძაია საბადაშვილი რომ უფრო ძლავრი და მაგარი მწერალია ვიდრე თემურ ბაბულანი, რაც უნდა მას ლაპარაკი, იმიტომ რომ თემურ ბაბულანი საერთოდ კინორეჟისორია, რომელმაც რომანი დაწერა უბრალოდ. აქ არ განიხილება ეს სხვადასხვა წონითი კატეგორია, მაგრამ მიუბრუნდეთ ერთ ადამიანს. ერთ ადამიანში რატო ხდება ეს? მე მაგალითად როძინა არ მაინტერესებს. საერთოდ არ მაინტერესებს ეგეთი წიგნები. და ადამიანებს აინტერესებს, ესე იგი რაღაცას ეძებენ იმ ისტორიაში. ანუ აქ ვერ ვიტყვით ჩვენ რომ ეხლა აი აქ ნაკლები თავგადასავალია და იქ მეტი თავგადასავალი. არა, რაღაცა აინტერესებს. ნუ დაუშვათ შეიძლება წავიდეთ ზედაპირზე თავიდან რომ ისტორიული ფიგურები, ისტორიული გარემო, ყოფა და რაღაცა. ეხლა გასაგებია იქ რაღაცა იქ დაუშვათ ეს ყველაფერი. მაგრამ მაინც არ მგონია, მე მაინც უბრუნდები რომ ფუნდამენტურად საფუძველში მაინტერესებს მე ეს ყველაფერი და მე მგონია რომ ეს წესრიგია ხალხო. რომ შენ გინდა თუ არ გინდა თანამედროვე ლიტერატურაზე რო წერ დროზე ანუ და გარემოზე შენ ვერ გექნება აქ საბოლოო პასუხები. და იქ იმ ისტორიაში ის ესეთი სამყარო იყო რომ იქ არსებობდა საბოლოო პასუხი. რომელიც განხილვას არ ექვემდებარებოდა და შენ თუ მიდიხარ იმ დროში თავისთავად შემოგაქვს იმ დროის ლოგიკა. და ზუსტად სტაბილური გარემო? არ ვიცი მე მაგასა მე მგონია რომ აი ცხოვრების ცოდნა. ანუ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ როგორ სამყაროში. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი თანამედროვე სამყარო როდეს არის რომ დაიბადე, იცი რომ დაიბადე და იცი რომ მოკვდები. შუაში ხარ არაფერი აღარ იცი. რა იქნება, როგორ იქნება, რანაირად იცი რომ დაიბადე და იცი რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება. მაგრამ იყო დრო როდესაც ადამიანებმა იცოდნენ რომ აი მე დავიბადე, წავალ სკოლაში, გავაკეთებ იმას, მე მივალ იქ, მე ესე და ანუ ეს დაიკარგა თანამედროვე ლიტერატურაში. იმიტომ კი არ დაიკარგა რომ ჩვენ ვებრძვით რაღაცა ტრადიციებს და რაღაცა არ მოგწონს. უბრალოდ არ მოგვეცა ეგეთი ცხოვრება ჩვენ. რომ მაგაზე აბაგოთ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს და მე თვითონ კარგად ამყოფა, მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს. თაობა ვისაც ეს ახსოვს. და ამიტომ ყოველი მათი ნაბიჯი ეს ხო არ ხდება მარტო ლიტერატურაში, ხო და ეს ხდება იმაში, რომ რატო ვერ წარმოშვა 35 წლის მანძილზე. რატო ვერ დაიბადა გივი იმის ბერიკაშვილის და კახი კალსაძის ნაირი მსახიობები. რატო? იმიტომ რომ ვიღაც მსახიობს ტექნიკა არ აქვს ამ მსახიობო იმხელა? არა, იმიტომ რომ როლი არ აქვს ისეთი ცხოვრებაში. და არც კინოში და არც თეატრში ისეთი როლი, რომელიც მოიტანს და დამკვიდრდება მეხსიერებაში. ხო? თორე ჩვენ ხო ვერ ვიტყვით რომ ვიღაც მსახიობს ამ წერალს არ აქვს ტექნიკა. ტექნიკის არ არის ეს ტექნიკური პრობლემა. და ეს რომანი თავისი აი დავის სიმარტივით, დაუშვათ არა ესთეტიკური მაძიებლობით და ასე შემდეგ, ზუსტად ამას გამოხატავს, რომ თან ეს ხო არ არის სუბკულტურული რომანი. ჩვენ ბოლოს ვისაუბრებთ გადავალთ სუბკულტურულ რომანზე, აი დაუშვათ მგლები გოშა მანუელიძის, ხო? ეს არის კონკრეტულ სუბკულტურაზე რომანი, რომელიც შეიძლება გაინტერესებდეს. დაუშვათ ეს ქურდული სამყარო ჩვენთვის არის რაღაც იქ რო წერდნენ 60-იანი წლების დასავლური ანდერგრაუნდი იგივე. ანუ ეხლა იქ რაღაც ჯეკ კერუაკს კი გითხულობთ მგლებს, ეგ არის ის იმათი სუბკულტურა იყო, ეს ჩვენი სუბკულტურაა. ამ შემთხვევაში მესმის ინტერესი რომ რაღაც არის სუბკულტურა, რომელიც შენ გაინტერესებს იქ რა ხდება. ნათლი მამაც ხო არის ფილმი, გაინტერესებს, წიგნიც არის, რომ გაინტერესებს. რომ აი ეს სუბკულტურა გაინტერესებს, რომ იტალიური ემიგრაცია, მაფია, ეს ქსელი, ეს ლოგიკა, ეს რაღაცა ახალი რაღაცა შტრიხები ურთიერთობებში და ახალი ურთიერთობის სქემა. მაგრამ ამ წიგნში არ არის ეს საერთოდ. საერთოდ არ არის. ანუ ეს არის სუფთა ნოსტალგიური წიგნი. ჩვენ თუ გვინდა რომ გამსაზღვროთ რამდენ რა დონეზე ენატრებათ ადამიანებს წესრიგი, რომელსაც ისინი ძალიან მცდარად ეძახიან საბჭოთა კავშირს, ეს წიგნი არის ამის საუკეთესო მაგალითი. და
წერლებს ეს მე არ ვიცი. მაგრამ მე ვიცი რომ პატივი ენატრებათ. პატივი. კაი სიტყვაა ეს. პატივი ენატრებათ. მდგომარეობა, პატივცემულის მდგომარეობაში ყოფნა, კი, რა თქმა უნდა. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, ამას არ ვამბობ ირონიულად. მე ამას არ ვამბობ საერთოდ, იმიტომ რომ ეს სერიოზული სხვათა შორის ეხლა ეს წიგნი რომ ცოტა ხანი განზე გავწიოთ და უნდა გავწიოთ კიდევაც, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია იმისთვის, რომ თანამედროვე ავტორისთვის, ვინც ცდილობს რომ კომუნიკაცია დაამყაროს მკითხველთან. ანუ შენ გაქვს ესეთი ვითარება, რომ სადღაც ესე იგი შენ უნდა მოიგონო წესრიგი, თუნდაც ტყუილი, რომ შენ მოიზიდო მკითხველი. მე ვერაფერს ვერ გეტყვით ამ რომანზე, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს წიგნი არ ყოფილიყო ბესტსელერი, რა თქმა უნდა, მე სადღაც გავჩერდებოდი. ჩემი მოვალეობა რომ არ ყოფილიყო ამ წიგნზე საუბარი. მე სადღაც მე-20 გვერდზე ამ წიგნს დიდი სიამოვნებით დავუკეცავდი და გავწევდი გვერდზე, იმიტომ რომ ბევრი უკეთესი გასართობი მაქვს. ეხლა რაღაცას ამბობდით თქვენ. აი, შეკითხვები აი ამაში დავსვათ. ერთი წამით აი აქ დასვით შეკითხვა თქვენი სახელი. აი ხა რასაც ამბობთ ის შეგიძლიათ. კი ბატონო. გამარჯობათ. მე ვიტყვი ჩემაზეც რატო წავიკითხე ეს ბაბულანი რამდენიმე წლის წინ. რა ვიცი, ძალიან პოპულარული იყო და არაჩვეულებრივი და წავიკითხე და ამიყოლი ეს ქვია. რა ვიცი, წავიკითხე და არ მომეწონა. და რა განცდა იყო რომ რას ვკითხულობ ახლა? აი მე არ ვიცი ხა თქვა დებილობას თქო. ამ შემთხვევაში დავითვალოთ. დია. ბოდიში მერვე სიცოცხლის მერე წავიკითხე და რაღაც მერვე სიცოცხლე მქონდა რაღაცა იმან ძალიან ჩამithრია და რაღაც ვერ წუდებოდი და მაგის მერე ვეძებდი ეს. ისიც ისტორიული რატო აი ერთი წუთით უკაცრავ. ანუ რატო გამოდგა? რა მოდგა? აი მე ხა დამავიწყდა, იმიტომ რომ მე ხა პირდაპირ გეტყვით რომ ნინო ხარატიშვილის დიდი მკითხველი არ ვარ მე ახლა, იმიტომ რომ რაც არის ეგ არის, მაგრამ ამ ავტორზეც კარგად ჩანს. უკმარი სინათლე რატო აინტერესებთ ადამიანებს უფრო ნაკლებად, ვიდრე მერვე და რატო არო ის პირველი დაუშვათ ყველა მერვე სიცოცხლე 90-იანები და ეს რა ვთქვათ 90-იანების ბოლო უკვე იმდენად არა მე მგონია რომ ადამიანებს უნდა საბოლოო დასკვნა რა და განაჩენი რა გისმენ რა მინდოდა მე კითხა ესა რა ქვია რომ ვინა რა ვიცი ვინა ხანისა ამ შემთხვევაში შენი აზრი რა მეც მაინტერესება ცოტა მარტივი რამე ვკითხე ვინა ვარ და საიდან ვარ მაგას რა მეკითხები და როგორ ვარ მაგ კითხვას დღეს რა ქენი გისმენი ხო ესა რა ქვია რა მაინტერესებდა რა შენ არ თვლი რომ ამ ყველაფრის უკან დგას თქვა სიტყვაზე ნუ ეთქვარი ამიყოლი ეს რომ გავიგე ფრაზა ნუ მაგან უცებ მომივიდა თავში აზრად რომ იგივე ვთქვათ რეკლამა და სახელი ასე ვთქვათ რა ის ბექგრაუნდი რომელიც აი სიტყვაზე მსგავსი წიგნი დაწერა გიორგი დანელიამ რაღაცა რა 10 წლის წინ და იყო ერთი ამბავი იმიტომ რომ გიორგი დანელიამ დაწერა და რა ვიღაცა იმას ირაკლი კვირიკაძეს მაგაზე ეგ ცოტა სხვა აი ეგ ის არის რა რომ ეს თონითი კატეგორია რომ ადამიანს გორბაჩოვის წიგნი იყიდება მილიონიანი ტირაჟებით. ამ შემთხვევაში რა როლს მე ვთვლი რომ სიტყვაზე აი ხვედრიცი წილი იმისი გაყიდვების და კიდე ძალიან ესეთი ბესტსელერი ცოტა მეხამუშება, იმიტომ რომ ეს არის კარგად გაყიდვადი წიგნი, მაგრამ კარგად წაკითხვადი თუ არის კარგად გაყიდვადი წიგნი, იმიტომ რომ მე თვითონ არა ემთხვევა, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ბევრი ვიცი და მე თვითონაც უზარმაზარი ბიბლიოთეკა მაქვს, რომელიც პრეზენტაციაზე მივედი წიგნი ვიყიდე და არც გადამიშლია. ბევრი ადამიანი, ნათესავი მეგობარი თუ კოლეგა აკეთებს ეგრეთ, ანუ გაყიდვადი წიგნი, წაკითხვა წიგნს იმთავითვე არ ნიშნავს, ერთი ერთზე კი არა, საერთოდ არ ნიშნავს. კი ბატონო, არ ნიშნავს, მაგაში გეთანხმები, მაგრამ ეს კონკრეტული წიგნი და ამ შემთხვევაში, ხო, არ ვიცი მე წაიკითხოს თუ არა, ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ის კაი იყო ის რომ მოყევი, საერთოდ
ისა მკითხავი ყავდა ვიღაცას მეფეს თუ იმპერატორს და ასე შემდეგ. საერთოდ ცნობილი ის არის რომ მე-14 საუკუნეში მიხვდა ზოგადად ადამიანი საერთოდ თელსოფლიოში რომ თურმე ჩუმად თვალით კითხვა შეიძლება. ჩუმად კითხვა შეიძლება და ყველაფერს ხმამაღლა კითხულობდნენ და მაშინელი ტექსტებიც. ხო და მაგას გეკითხები რომ ნუ თუ კი არა დარწმუნებული ვარ რომ ეს რეკლამა სიტყვაზე აი არ ვიცი ეს ვინ აკეთებს ამ რეკლამას ალბათ გამომცემლობა პირველი სკოლისა. შეიძლება მოგვიყვანო ძალიან ელემენტარული მაგალითი იგივე აგი კორზაი რომ მოიყვანე. მე იგივე შენ წიგნზე ვიტყვი რომელიც 15 წელს წინ დაიწერა სულაკაურის გამომცემლობაში გამოიცა რა ერქვა მსხალი რაღაცა. ხო ერქვა რაღაც როგორ ერქვა? იყოს გამოიყო ახალი წიგნი რა ვიცი ბევრი გამოიცა ხო მოკლედ რა სიყვარული და მსხალი რა ვიცი სიყვარული და მსხალი ხო ხო სიყვარული და მსხალი ხო მსხალი ხო და მაგას ვამბობ რომ სათანადო კი არა ესეთი რაღაცა რეკლამა ძალიან ყიდის დღევანდელ სამყაროში ასე ვთქვათ დაჟინებული რეკლამა ესეთი ყიდის გეთახმები აგრესიული მარკეტინგი ხო აგრესიული მარკეტინგი დაარქვი მაგას რომ ყიდის ნებისმიერ რამეს გაყიდის იქ უკვე იმას აღარა აქვს რა ქვია მნიშვნელობა იქ რა წერია ну მე ვამბობ ავტორზე მის იმაზე ეხლა ლაშა ბექაურის წიგნი გაიყიდება გაცილებით და ხვიჩა კვარაცხელიას ისა გაცილებით დიდი იმითი ვიდრე ისა რა ქვია ვიდრე მეორე ადგილზე გასული მოჭიდავე ვიღაცის ხო და რავი აბა ნახოთ ვიდრე მეორე ადგილზე გასული და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელიც გეთახმები მაგაზე არ არის ეს პრობლემა მაგრამ ამ შემთხვევაში მე მაინც ან უავტოროდ რო გამიხილოთ ტექსტი შეყოლოდაში მართალი ხარ მაგრამ მე ვამბობ რომ ეს ავტორის ვინაობა განაპირობებს კიდე 50% თუ მეც არა ავტორის ვინაობა განაპირობებს ყიდვას ორი აზრი არ არსებობს ამაზე, ახლა რომ ეს რომანი რო დაეწერა სხვას ვინმეს, ალბათ ეს რეაქცია არ ექნებოდა, მაგრამ ის რომ შენ აი ესეთი ავტორი, რომელიც შენთვის არის ავტორიტეტი, ხო? ეს ხო არ არის მარტო ესეთი ცნობილი ადამიანი და სახელი გვარი, ეს არის ვიღაცებისთვის არის ავტორიტეტია. კინო ავტორიტეტია, ისეთი ავტორიტეტია, ხო, ეხლა ცოცხალი ვინც დარჩა რეჟისორებში, შეიძლება ერთ-ერთი კარგი რეჟისორიც კი არის ეხლა შემორჩენილი მაგ თაობიდან, ხო? ანუ ეს რაღაც რომ ვიღაცა შენნაირად ფიქრობს, ეს გაძლევს სტიმულს, რომ შენ ეს წიგნი წაიკითხო და ამით აღფრთოვანდე. ანუ შენ თუ მეკითხები იმას რომ რა ჩემი აზრით ამდენად გულწრფელია ეს დამოკიდებულება. ჩვენ მაგაზე ძალიან დიდი ხნის წინ ერთხელ ვილაპარაკეთ, რომ ყველა წიგნი უნდა გამოცო ავტორის სახელის გარეშე. და მაგაზე ჩვენ ვლაპარაკობდით 20 წლის წინ, ხო, უკვე რომ ყველა წიგნი უნდა იყოს ანონიმურად გამოცემული და იქ გაირკვევა ნამდვილად რა მოწონთ ადამიანებს, რა. საერთოდ დაერხათ რომ ვერ მივდრეთ რა ხდებოდა იმიტომ რომ ტექსტი უკვე იყო აღარ ეწერა იმ ტექსტს არანაირი სახელმწიფო და მარტო ტექსტი იყო და მარტო ტექსტის შეფასება ისე მოხდა რომ მე რო გადაიქცა ეს მარტო ტექსტის მიღებულებით ბევრი ისეთი სახელი რო წერებოდა იქ სულ სხვანაირად აღიქმნებოდა ის ტექსტი იმ ჟიურისთვის თუ იმ კითხველისთვის ანუ იმას ვამბობ რომ რახან თემურ ბაბულანის დაწერილია და რახან თემურ ბაბულანს ესეთი ბექგრაუნდი აქვს კი ბატონო ეს უწყობს ხელს მის გაიგებს თუ წაკითხავს. ეხლა როგორც თუ ყოლა დაწეროს, იგივე წიგნი იასნია, გაიგდება ერთი მოხსნის ყველა რეკორდს. ლარიმარაშკინავრო დაწერა რაღაცა მილიონი გაიგება. არა, ეგ სხვადასხვა რაღაცა. ეს ეხლა ხო მართლა მხატვრული პროზაა. გასაგებია რომ ჩემი აზრით სცენარი იყო ეს თავდაპირველად და მაქედან ამოიზარდა და მაქედან განვითარდა და არ ვიცი რაღაცა გაშალაშინდა და მიიღო წიგნის ფორმა. და რომანის ფორმა, თუმცა ეს არის ახლა კინოა, რა თქმა უნდა, ახორიაზე არ არსებობს რა. ხედვიდან დაწყებული, შინაარსით დამთავრებული, იმიტომ რომ ეს პერსონაჟი არის უბრალოდ მონაწილეობს სხვადასხვა ეპიზოდებში, არანაირად არ ვითარდება, არის ჩვეულებრივი ინფანტილური რაღაცა სამყარო. მაგრამ თქვენ რასაც ამბობთ ახლა, რომ ეს მხოლოდ თემურ ბაბლუანის ავტორიტეტია. არ ვეთანხმები მე გას. არა, არ ვეთანხმები. მე მგონია, რომ რაც უფრო ანუ ყველა კულტურას თუ არსებობს კულტურებს შორის რაღაც განსხვავება, ეს არ არის. ანუ
კულტურები მე რამდენი კულტურა, ერთი 4 კულტურას ვიცნობ, მეც არა, ეხლა რო ვთქვა რომ ამბე კულტურას ვიცნობ, მაგრამ ერთი 4 კულტურას ვიცნობ ისე რომ შემიძლია რაღაცაზე დასკვნას გამოტანა, ხო? ამ კულტურებს შორის, რა თქმა უნდა, 90% არის თანხვედრა. მაგრამ ერთი 10% არის განსხვავება. რაღაცა. ჩვენ ამას ხანდახან ვეძახით რაღაცა ეთნიკური განსხვავება, რელიგიური, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ჩვენი კულტურის დამახასიათებელი არის ეს, რომ ჩვენ გვიყვარს რაღაც სახელებზე გაკიდება, მაგრამ არ არის მარტო ჩვენ არ გვახასიათებს. ჩვენ გვიყვარს წესრიგი. როცა ვიღაც სხვა, ამ შემთხვევაში წიგნის ავტორი, შეიძლება პოლიტიკაში ვიღაც ხელმწიფე, კეთილი ადამიანი, არ ვიცი, კეთილი სახელმწიფოები, ზეცა, ანუ არ ვიცი, გვაძლევს წესრიგს, მოდელს, რომელიც მოწესრიგებული მოდელია, ანუ შეკრული წრეა. სადაც ჩვენ უბრალოდ ამის დამკვირვებლები, ახმელები და აი ამის ეს მოძრავი ფიგურები ვართ. ეს არის ჩვენი კულტურა, ერთ-ერთი შტრიხი. ამას აქვს თავისი მიზეზი ახლა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ თუ გინდა რომ იყო ინოვაციური, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ინოვაციურ კულტურას და ქვეყანას და სახელმწიფოს, რომელიც არ ყოფილა დამპყრობელი. გამორიცხულია. შენ თუ არ შეგიძლია სხვა ერების კოლონიზაცია, შენ ვერ იქნები ინოვაციური ადამიანი. რაც არ უნდა ცუდი და სასტიკი იყოს, ახლა მე რასაც ვამბობ, სამწუხაროდ ეს არის, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს დაპყრობების გამოცდილება. ჩვენს მიერ, ჩვენი მხრიდან სხვა კულტურების ათვისების და ჩვენი კულტურის თავზე მოხვევის, არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის, არამედ შენ კულტურას რო თავზე ახვევ ვიღაცას. ანუ ის რაღაცა ჩვენ რო ვამბობთ, რაღაცა კულტურა, აი ჰოლანდიამ როგორ გააკეთა ამ პატარა ქვეყანამ ესე. ნუ ეხლა თუ გავიხსენებთ, ჰოლანდია თავის დროზე რამხელა იმპერია იყო და რამხელა რომ 4-ვე მხრივ რო დაპყრობილი ქონდა ტერიტორიები, ხო? ჩვენ არ გვაქვს ამის გამოცდილება. აქედან გამომდინარე წესრიგიც ჩვენი არის მხოლოდ ჩვენი წესრიგი. და საერთოდ ვიღაც და რო გამოჩნდება ისეთი ადამიანი კინოში, ლიტერატურაში, სიმღერაში, რომელიც ამ წესრიგს შენ გაძლევს, შენ პირდაპირ გიყვარდება რა ეს ადამიანი. მე მგონი არაფერ შუაში, ანუ ის რომ თემურ ბაბლუანი არის ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იქ რო ყოფილიყო TB, ალბათ ესე არ გაიყიდებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ TB-ც რო ყოფილიყო, ამ წიგნს მაინც წაიკითხავდა ვინც გადაშლიდა. იმიტომ რომ აი ამის სურვილია. მოწესრიგებული, დალაგებულ რაღაცა, თუნდაც ცუდ და საშინელ სამყაროში თავგადასავლის, რასაც ჩვენ ვეძახით ცხოვრებას რა. აი ეს მგონია მე. თორე ის რომ ეხა სახელმწიფო წიგნს ყიდის, რაც უნდა მაგას. ორი აზრი მაგაზე არსებობს. აი, მე მაქვს ერთი ესეთი შეკითხვა, ჩვენ ლაპარაკობდით ბესტსელერობის, ასე ვთქვათ, რაობაზე, რამ განაპირობაო და ეს ვარაუდობთ, რა თქმა უნდა, ხო, ჩვენი ვერსიებია, ვისაც ვიღაცა შეუძლია არ დაეთანხმოს ამ ამბავს. ის არა ქვია. იცი რა მეინტერესებს, აი ჩვენი კურსის ბოლო წიგნი არის მგლები. დიახ, ბატონო. ლუკა ქვია მე მგონი იმ პროტაგონისტს, ხო, მგლების პროტაგონისტს. მეც ეგრე. ეს ლუკა არის რაღაც ვიკითხო ეგ წიგნია. ლუკა არის რაღაცა ტიპის აი ესეთი მორაინდო, აი როგორი ტიპი იცი, რომ აი ხო ხტები ეს დედაზე რო ტირის და ნაკოლკა რო აქ რო უკეთია და რაღაცა ესეთი ვითომ მოსევდიანო, მორაინდო, რაღაცა გაუგებარი ტიპის გმირი, ხო, რომელიც იმაშება, რა ქვია, გარკვეული ტიპის ადამიანებში სენტიმენტებს აღძრავს და ეს ფეიქ რაინდობის ის არის იმიტაციაა, ხო? ეს პერსონაჟი ამ იმისი, რა ქვია, ამ ფეიქი რაინდი არის დონ კიხოტი, კაცო. დონ კიხოტი არ არის ფეიქ რაინდი. კი, კაცო, აი მაგარი ფეიქ რაინდია. არა, სინამდვილეში რა რაინდია. არა. ხო, და ყველაზე დიდი ფეიქ რაინდი არის დონ კიხოტი. და აი ეს პერსონაჟი, რა ქვია, გმირს აღარს მახსოვს ამ ვინ? ხო, ეს ჯუდე ხო არ არის აი ამ ტრადიციის გამგრძელებელი ეს ფეიქ რაინდი ტიპი, რომელიც აი თან ისეთიც არის, ესეთიც არის. მე მგონია, რომ უბრალოდ წესიერი კაცია რა. აი ქართული გაგებით. არა, ის ეგრე ნახე ის ლუკაც ეგეთი წესიერი კაცი არის, გარემოებების გამო მოხდა რაღაც ამ ციხეში და იმ თავის რაინდულ რაღაცა ხაზს ინახავს. ეხა ჩვენ რო ვთქვათ, ზოგადად ამ ჟანრში
შენ თუ ციხეში ხვდები, შემთხვევით უნდა მოხვდე. ეგ არის ამ ჟანრის კანონიკის პირველი წესი, ხო? რომ შენ რაღაც შენ რომ იყო განსხვავებული ტიპი, ანუ შენ ამაში უნდა მოხვდე გაუგებრობის გამო. და სადღაც მე უნდა აღმოჩნდეს, რომ შენ ხარ თურმე ძალიან ნიჭიერი ამ მიმართულებით და ძალიან ბევრი რამე შეგძლები. ანუ ეგ არის რაღაცა თვით შემეცნების ერთგვარი პროცესი. მაგრამ რაც შეეხება ეხლა რომ ეს ყალბი რაინდია, თუ არ არის ყალბი რაინდი, ეს იყო ხო იდეა შეკითხვის. აი ამ ხაზის გაგრძელება რამე მე მგონია რომ საერთოდ ეს წიგნი შეჯამება, არაფრის გაგრძელება არ არის, შეჯამება რა უბრალოდ ამ ყველაფრის, რომ აი ჩვენ თავში ჩამოყალიბდა რაღაც ურთიერთობის წესი და ამ წიგში ეს შეჯამდა. ყველაზე კარგად რაც აქ ჩანს, აქაურ ამ წიგში ყველაზე ჩვენთვის დამახასიათებელი თვისება. ну ეს მარტო ჩვენთვის არა, მაგრამ ჩვენთან ეს რაღაცა კულტურის ნაწილია. ეს არის ინფანტილურობა. ანუ რაღაცის გადახედვის არსული, რომ რაღაცა ჩამოგიყალიბდა რაღაც ხედვა და ამ ხედვას ესე მიყვები, რაინდობაა ეს? არ ვიცი, მაშინ თუ არის რაინდობა, მაშინ უნდა იყოს, რა ვიცი, იერუსალიმის გათავისუფლებაც. რაღაც ისეთი იდეა უნდა იყოს, რა. ხო არ არის რაინდობა ეს ხო არ იყო მართლა რომ ყველას თავისი ისყავს რაღაცაში. ანუ ამ თელი ამბავი ამისი არის ის, რომ აი ვიღაცათი თელი ცხოვრება, ვიღაცა 6 კლასს განათლება მიღებული, ასევე ცოტა გონებრივი რაღაცების ეჭვი შეგეპარება ისეთი მანუშაკა უყარს და ამაზე არის გადარეული და ხალხი კირობდა. მე ვამბობ მაგარია რომ უყარს. რაც ხალი ამდენი წელიწადი. არა, მე მგონია რომ ასეთი ხალი რო უყარს. არა, ეგეთი ხალი. აი ეხლა რო ჩვენ რო დაუშვათ რომ ეს მანუშაკა ყოფილიყო სხვანაირი. იქნებოდა იგივე რეაქცია. ორგანიზაციაში რო ემუშავა. ანუ არა, თუნდაც აი ესეთი ძალიან გამორჩეული გარეგნობით ან რაღაცა ისეთი რო ქონოდა, რაღაცა ისეთი შტრიხი რო ქონდეს, დაუშვათ რომ ეს არის, დაუშვათ თუნდაც უბნის ულამაზესი ხალი ან რაღაცა, იქნებოდა ამ ხელა სიმპათია? არა, ჩვეულებრივი ისეთი რაღაცა რომანტიკული, ფსევდორომანტიკული ეფექტია, რომ რაღაცა მკითხველს დააჯეროს, რა არის ფსევდორომანტიკა, რა არის? შენ, როგორც ავტორი, ფილმის თუ წიგნის თუ რა ვიცი, რაღაც თუნდაც ფილოსოფიის მიწოდების რა არის დღეს, რომ შენ დააჯერო ნებისმიერ ადამიანს, რომ მისთვის არის მზად ბედნიერება და სასახლე და ცხოვრება. თუმცა ბუნების კანონები ამას გამორიცხავენ. როგორც კი შენ ამას ბუნების კანონებით უდგები, ანუ ადამიანის ეგზისტენციალური კანონებით, შენ გადადიხარ სისასტიკეში. აქედან გამომდინარე, ეს სისასტიკე შეიძლება არ იყოს ფიზიკური ან რაღაც, მაგრამ ეს სამყარო უკვე ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელი ხდება. ცხოვრებასავით არის რა ხელოვნება, მაგას არ არის ცხოვრების ნაწილია ეს ხელოვნება, ხო? ადამიანს როებნები სიმართლეს, არ უნდა ეს სიმართლე. ანუ რაღაცა კონკრეტული სიტუაციაც რო აიყო, ამას არ უნდა ეხათ იდეის, რომ აი კონკრეტულ სიტუაციაში შეუბნები, რომ კონკრეტული გამოსავალი არის ეს. თუნდაც რომ რაღაც საქმე სჭირდება 6 თვე და ეს საქმე ვერ გაკეთდება 6 დღეში. იმიტომ რომ ნუ ესე დააწესა ბუნებამ. ესე არის ჩაფიქრებული მასში, ხო? მიუღებელია მისთვის. ასევე მიუღებელი იქნებოდა ეს ყველაფერი, ეს რომ იყოს ნამდვილი სიყვარულის ისტორია. და ხო, იმიტომ რომ ნამდვილი სიყვარული არ არსებობს დრამის და ტრაგედიის გარეშე. ხო, ეს არის, ეს ხო არ არის, ესე მე შენ მიყვარხარ რა, ესმის და რაღაც ეს აკვიატებული სიყვარული მაგიტომ ვახსენებ. ეს უფრო აკვიატებაა. და აქვს მე შენიშნული მაქვს, რომ ადამიანების უმრავლესობას აქვს ეს აკვიატება. რომ სადღაც ვიღაცას აიკვიატებს რომელიღაც ასაკში და ბოლომდე არის აკვიატებული. და უკვე ამას ქვია რაღაც ვითომ ერთგული სიყვარული, მაგრამ სინამდვილეში არის აკვიატება ჩვეულებრივი, არ არის ეს სწორი. ანუ საერთოდ არ არის ჯანსაღი ცხოვრებისადმი არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. და თვითონ ეს ფინალიც, ხო, რომელიც ითხოვს აი ეს ბედნიერ დასასრულს და რაღაცა, შეიძლება აი ზუსტად მაგიტომაც არის ესე, რომ უნდა მოიცელოს ეს ადამიანი, რომ აი ამის ეს დამთავრდეს რა უბრალოდ, რა ეს თავში ეს შეპყრობილობა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ხარ რაღაცით შეპყრობილი, მით უფრო სინამდვილეში არ გინდა ამასთან მიახლოვება. მე ესე მგონია.
რატომ უნდა იყო ახლა ეს შეპყრობილი რაღაცით, როცა ყველაფერს საწინააღმდეგოს გიმტკიცებს ცხოვრება, ხო? მაგრამ არის ჩვენ ბევრი რამე ვთქვათ, ხო, ადამიანები შეპყრობილი რა, ეს არ ეხება მარტო რომ ვიღაც ხალი ან კაცი ან რაღაცა ესეც რაღაცებს, ეს ეხება რომ რაღაცის გჯერა მაგალითად. და თუმცა გვერდიდან შეხედავ, ნუ არ უნდა გჯეროდეს ახლა წესიც ამის რომ ეს ესეა, მაგრამ გჯერა. აქედან გამომდინარე არანაირი რაინდობა არ არის, მე მგონია რომ მან უბრალოდ არის ის რომ ეს პერსონაჟი აი ამ სტატიკაშია და ვერ იზრდება რა, მაგის თქმა მინდა. ანუ ამის და არ ხდება, ანუ ვერასდროს მოხდება ისე, რომ ამ თავის სიყვარულის გააზრება, რა მიყვარს, ვინ მიყვარს, არ ხდება. ანუ მიყოლილია, ამას ჩვენ ვეძახით, რომ ბრმა სიყვარულია, მაგრამ მე მგონია, რომ ეს არ არის ჯანმრთელი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, მაგრამ ეს წიგნი თვითონ თავისი იმით, ეს ხო არ არის ფსიქოლოგიური წიგნი ხალხო. ეს არის რომ ამბავს ჭირდება რომ ეს ესე იყოს რა რაღაცეები, თორე ეხლა იქ ისეთი რაღაცეები ხდება. სხვა წიგნში ყოფილიყო ეხლა ნუ რაღაც არა. ანუ არანაირი კავშირი ამ ყველაფერს რაინდობასთან დაუშვა, თუნდაც ყალბრაინდობასთან, ხო? და აი მაგედან პოზიციონირებასთან, იმიტომ რომ რაინდობა არის კოდექსი და ფილოსოფია, გინდა თუ არ გინდა, ხო? ის რაც გლებიც ვახსენეთ, ხო? ის კოდექსში ხდება და იერარქიაში ის ადამიანი. ეს არ არის მოხვედრილი ამ იერარქიაში, ეს უბრალოდ თავგადასავლებშია გახვეული. აქედან გამომდინარე თვითონ მაგაზე არანაირ რაინდობაზე არ შეიძლება ამ პერსონაჟის რაინდობაზე ლაპარაკი, გულუყვილობაზე, ინფანტილურობაზე კი ბატონო, მაგაზე დაგეთანხმებოდი. რა ვიცი, თუ რამის თქმა გინდათ, მე მოგისმენთ და ჩემასაც გეტყვით, იმიტომ რომ მე შეიძლება რაღაცა გამომრჩა. ზოგადად ძნელია ჩემთვის ამ ტიპის წიგნზე, ანუ მე წიგნში მიყვარს ის, როდესაც გარკვეული მხატვრული ღირებულება არსებობს, რაც მაძლევს საფუძველს, რომ გავშალო მსჯელობა. აი შემდეგ წიგნზე რო ვისაუბრებთ, ალეკო შუბლაძის წიგნზე, ეს წიგნი მე დღემდე მიყვირს, როგორ გახდა საერთოდ აი ბესტსელერი თუ რა გასაგებია რომ ესეთი ბესტსელერი ვერ გახდა როგორიც ეს, მაგრამ თუნდაც იმ 5000 და 6000 ყიდველამდე თქვათ, არა მკითხველამდე როგორ მიაღწია. მე მაქვს ამის ჩემი ახსნა, მაგრამ ტექნიკურად რთული ტექსტი არ არის მარტივი ტექსტი. ანუ ძალიან დახვეწილი და კარგი ტექსტია. გასაგებია რომ იქ არის რაღაცა სენტიმენტალური მომენტები და ის რაც შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს გაუვლია თავის თავში და ქონია ესეთი სიტუაცია. მაგრამ აი როგორ მოხდა ამის სუფთა ესთეტიკურად დაძლევა და წაკითხვა, რა იყო ამის мотиваტორი. ეგ სხვა საქმეა, მაგრამ აი ამ ტექსტში ძალიან რთულია ამ ტექსტის აღქმა რაღაც და ესთეტიკური რაღაცა გაშიფრვა და განმარტება, იმიტომ რომ ესეთი რაღაც თავისთავად არ არსებობს. არ ვიცი, მე აი ამ ტექსტს თქვენი აზრით 10 წლის შემდეგ წაიკითხავს ვინმე? ეს არის ერთხელ წაიკითხე და აი ვიწყე, ხო? აქედან გამომდინარე 10 წელი წიგნისთვის წესით არ არის, ხო, დიდი ის ხანგრძლივობა რა, 10 წლის მერე, ნუ, რა ვიცი, უნდა წაიკითხო. ნორმალური წიგნი თუ არის 10 წლის შემდეგაც იკითხება, გასაგებია, მაგრამ ეს საინტერესო სომხეთში რო ითარგმნეს ეს წიგნი, სომხეთში მოეწონება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს წიგნი მოეწონება ყველას, ვისაც უცხოვრია მაგ წესრიგში. ანუ ვინც განიცადა საბჭოთა კავშირის რაღაცა ბოლო 10 წლეულები, თავისი და ვინც მან ჩამოყალიბდა და ვინც ეს მენეს გრევის დაუშვათ რაღაცა ქაოსი. დარწმუნებული ვარ. თუმცა ამ შემთხვევაში ხო ეს გრევაც და ეს ყველაფერი აქ წესრიგის ნაწილია. ანუ ეს ხო დამოუკიდებლად არ არსებობს, ეს თვითონ მიდის ეს ყველაფერი მაგამდე. ძალიან მე მგონია რომ კი, აუცილებლად გამოუჩნდება მკითხველი, მოეწონება, არ ვიცი, ხა გახდება იმ ხელა ბესტსელერი რაღაცა ვერა ალბათ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთშია თუ აზერბაიჯანში თუ აზერბაიჯანში არ გაიყიდა. მანუშაკა სომხია. სომხია თუ მანუშაკა თბილისელი არა. აზერბაიჯანში არ გაიყიდება. სომხეთში
არა, მე არ მგონია რომ ეგ რამენაერად არის მაგ კონფლიქტი რამენაერად ქმნის მაგ სიტუაციას რამენაერად არა მე უბრალოდ მე გაცილებით მარტივი მიზეზი მაქვს თქო რა მაგას ვამბობ რომ ბესტსელერი იქ ეს წიგნები ვერ გახდება ძალიან მარტივი მიზეზის გამო რომ დარწმუნებული ვარ რომ სომხეთში აზერბაიჯანში და ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ესეთი რომანები თვითონ აქვს რა რაც უნდა მაგას ნაპარაკი ანუ შენი პროდუქცია ზუსტად ეგ განცდა მქონდა მე რომ გერმანიაში რო გახდა ნინო ხარატიშვილი ბესტსელერი, მაშინ მე ვიყავი კალიფორნიაში და მითხრეს, რომ ეხლა ინგლისურად ითარგმნება და მე ვთქარი, ინგლისურ ენაზე ამ წიგნს არავინ არ წაიკითხავს. რომელ წიგნს? ამერვე სიცოცხლეს, რომ ჰარპერ კოლინსი გამოწევს და რაღაცა და მე ვთქარი, არავინ არ წაიკითხავს, იმიტომ რომ ნებისმიერი წერა-კითხვის მცოდნე მექსიკელი წერს ეგეთ წიგნებს და ასე შემდეგ, რომ ვიზეთ რაც უნდა მაგას ლაპარაკი. არა. მე არა რატო ვაკნინებ ყველაფერს რატო არ მგონია რომ ვაკნინებდე მე მგონია რომ ჩვენი მიზანიც ეგ არის რომ რეალური ადგილი მოუძებნო რა ამ ყველაფერს მე მგონია რომ თვითონ ეს რეალური რაღაცის განსაზღვრა არ ნიშნავს დაკნინებას. მოდი მაგას შემოვატრიალებდი სხვანაირად. იქნებ მე არ ვაკნინებ და სხვები აღზევებენ ძალიან. არა, მე უბრალოდ სული გავიგეთ მე ხლა გურამის შენზე რომ დამემართა შენ წიგნი რო წაკითხული არ მქონდა და ეხლა დათოს წიგნი მინდა რომ წავიკითხო. აი მე აქ არის მე შეგვიძლია გათხოვა ჯობია იყიდო. ხო, ვიყიდი. ხო, იმიტომ რომ მე არაფერს არ ვაკნინებ. მე ვამბობ იქ სადაც არის. არა, არ ვაკრიტიკებ. არ არის ეგ ჩემი მიზანი არ არის რომ გავაკრიტიკო. ჩემი მიზანი არის იმაში რომ მე მგონია რომ რაღაც წიგნები, სხვათა შორის მე და გურამს თავიდან გვინდოდა რომ ჩაგვეტარებინა ეგეთი კურსი რომ 10 წიგნი რომელიც გვინდა ჩვენ რო ყოფილიყო ბესტსელერი. ანუ ჩვენ გვინდოდა რომ ეგეთი, მაგრამ ჯერ ვიფიქრეთ რომ მოდი ჯერ ეს გავაკეთოთ. და მე გავაკეთოთ ის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი 10 წიგნი. რომელიც ჩვენ გვინდა რომ ნეტავ ეს წიგნები წაეკითხა ადამიანს. ეხლა ვერ გეტყვი ჯერ მივდივარ, ჯერ ეს 10 უნდა ჩავამთავროთ და მაგას გავაკეთებთ სიას და ალბათ გავაკეთოთ სექტემბრისთვის ეგრევე 10 წიგნი, რომელიც ჩვენ ერთი გახსოვთ რომ 20 მონაწილე უნდა იყოს. კი ბატონო. მაკედონიაში შეიძლება დავიწყოთ, კი ბატონო, რატომაც არა. უნდა ყოფილ ყველა წესით და კანონით ნებისმიერ ალბათ ნორმალურ სივრცეში ეს წიგნი იქნებოდა ბესტსელერი და ბევრსაც ილაპარაკებდნენ ამ წიგნზე. ანუ ჩვენ ეს თავიდან გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რაც სიაც გვაქვს ამ ბესტსელერების სინამდვილეში აქედან 10 წიგნიდან 3-ზე ღირს მართლა სერიოზულად საუბარი. ეხლა დანარჩენი არის რომ უბრალოდ უბრალოდ სტატისტიკას ცემ პატივს, რახან არ ხმებ ბესტსელერს, სტატისტიკას ცემ პატივს, უბრალოდ რომ გაიყიდა და ესე იგი, ამაზე უნდა ილაპარაკო. ხო, ანუ ჩვენ გვინდოდა თავიდან ეგეთი რაღაცის გაკეთება, რომ აი 10 წიგნი, რომელიც ჩვენი აზრით კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ბესტსელერი. ოღონდ ის კი არა, რომ ჩვენ მარტო სურვილი გქონდა. მონაცემიც რო აქ წიგს რო წესით მონაცემია რო. მაგაზე ჩაგიკითხებით, ბარემ. აი წიგნის მხატვრულ ღირებულებას რა განსაზღვრავს? წიგნის მხატვრულ ღირებულებას განსაზღვრავს პირველ რიგში ენა. რა თქმა უნდა, ანუ რა განსაზღვრავს სახლის მთავარ ღირებულებას, რა განსაზღვრავს ის, რომ ამ სახლში იცხოვრება, თუ ის რომ ეს სახლი ძალიან მაგრად არის აშენებული. ორი დამოკიდებულება მაგის თქმა მინდა. ვიღაცისთვის ეს არის, რომ ამ სახლში მე მაგრად ვიცხოვრებდი, ეს წიგნის სცენაზე რომ გადავიტანოთ, ეს არის, რომ არა, კარგად ვკითხულობ, რა კაია რომ ესმის. და მეორეა, რომ აი ესე უყურებ სახლს და როგორ ააშენა საერთოდ ესეთი რაღაცა. ეს არის მეორე დამოკიდებულება, თუმცა იმ შენობაში შენ შეიძლება საერთოდ ვერ იცხოვრო, არანაირი კავშირი იმასთან არ გქონდეს და საერთოდ ვერც მიხვდე რა ფუნქცია აქვს ეხლა, მაგრამ ხატრული ღირებულება რომელია? ხატრული ღირებულებით უკეთესი. ხო, რა თქმა უნდა, რომ აი გავოცდები, რომ რა მაგარი როგორ მოიფიქრა ადამიანმა, რომ ესეთი რაღაც ააშენა, ხო?
ანუ რაღაცები რატო ამ ხატრული ღირებული, ანუ ეხლა ესე ძალიან სუბიექტური გამოდის. არ არის სუბიექტური, ეხლა ნუ რაღაცას რო ნახავ. ეხლა ვიღაცამ წაიკითხა ეს მზეპური და სახელს ვერ დავიმახსოვრე, ზერთხარე და გირაუ როგორ დაწერა და რაღაცა სამძახა. ხო, მაგრამ ეხლა წარმოიდგინე, რომ იგივე ადამიანს ანახო მართლა ძალიან საინტერესოდ აშენებული შენობა და უთხრა, რომ აი ეხლა შენ რო გეგონა, რომ აი ეს корпуსი რა მაგარი შენობაა, რო გეგონა, აი ეხლა შეხედე ამ შენობას და აბა ის და აქ შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს სრულიად პრაგმატული დამოკიდებულება, რომ კი ეს საინტერესო შენობაა, მაგრამ მე ამ შენობაში პირადად ვერ ვიცხოვრებ და რაში მაინტერესებს ეს პროგრამა. ანუ მან არის რამე მომხმარებლის დამოკიდებულება შენ. მე მჯერა, რომ ნებისმიერ ადამიანს თვალით, ყურით, კარგი მუსიკაც ესმის, აი რო ჩაუხტო ორნაირად მუსიკა ადამიანს. ხო, ერთზე შეუძლია იწევოს და შეიძლება არ იყოს კარგი მუსიკა და მეორეზე გითხრას, რომ ეს საინტერესოა, მაგრამ მე ხარ მას უნდა დავჯდე. დავფიქრდე და ისე მოусმინე. ანუ ამას ეს არის შრომა უკვე. ფიქრი არის შრომა. აქედან გამომდინარე, როდესაც იძახიან, ყველაფერი სუბიექტურია, არაფერი არ არის ჩემთვის სუბიექტური, ძალიან სუბიექტურია ეს ყველაფერი, რომ კარგი წიგნი რომელია, კარგი წიგნი არის ის, რომ შენ აპრიორი რო იცი, რომ შენ ამას ვერ დაწერდი. და მე ვერაფერს ვერ დავწერე. არა, ხო არის ის, რომ შენ გაქვს ნათესაობა რაღაცა ტექსტთან და აი ნაცნობია და მე ამას ვიღებ და მიუყვები და არც გიფიქრია ახლა. მოდი ეს წიგნი ხო გვაქვს დაგითხრა. მე არც ეს რა მიფიქრია, რომ მე მევალებოდა და ცოტა დავფიქრდი, რომ როგორ ალაგებს მაგალითად წიგნადადებას. რათან მივევრობთ. სად არის ესეთი ხო, ანუ სად არის ქმედება, სად არის არსებითი სახელი ასე შემდეგ. ანუ ეს რა თქმა უნდა, ესეთ დონეზე ყველა არ კითხულობს, მაგრამ თუ ეს კარგად არის გაკეთებული, ეს ქმნის ეფექტს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ გაქვს ამასთან დამოკიდებული. რაღაც დიდ და ლამაზ იმას რო უყურებ, დაუშვათ სასახლეს, აძარს ან რაღაცა, შენ ხომ არ ვერ აღიქვავ ეს, თქვი რომ არა მაგარი და როგორ გააკეთეს ეს. მაგრამ შენ ამასთან არა გაქვს რაღაცა შინაურები დამოკიდებულება და შეხედავ კაი корпуს და მე წავიხდა 1-2 სართული აქ, მე უკვე ეს სხვა დამოკიდებულება. ანუ ადამიანში ერთთვის ეს მესაკუთრე ერთმანეთს და აღიარება. ანუ არ არის ძალიან სუბიექტური რაღაცა სინამდვილეში. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მაგით ჩვენ ხო გვიყვარს ეს დამკვიდრება და ქართულში ეს ვთქვა, რომ ამით პრავდება ეს ყველაფერი, რომ ყველაფერი სუბიექტურია. სინამდვილეში არაფერი სუბიექტური არ არის ჩვეულებრივი მოცემულობა. რომ რაღაცა არის корпуსი, შეიძლება ძალიან კარგად აშენებული და შენ ამ корпуსის ნაწილი შეიძლება გახდე და არის რაღაცა ძალიან საინტერესო აშენებული, რომელსაც შენ პროდუქტი იქე და ისე ამბობ. ეს ხა კონკრეტ ზოგადად. თქვენ ამ ხატულობას აი ქართული აი ფარასკი წინადადების ყოფა თუ აი ამას აი ვარამაგალია რას ანუ ჩემთვის არის ლიტერატურაში რა არის, ხო? ლიტერატურაში არის ჩემთვის მთავარი რაღაცა. წინადადების წყობა, რომანის თუ მოთხრობის სტრუქტურა, საიდან შეუძლია ადამიანს მოყვეს ამბავი, რომ მე მჯერა რომ ყველა წიგნში თვით უსიუჟეტო წიგნებს რო ეძახიან არის ამბავი და ამ ამბავს უბრალოდ უნდა აღმოჩენო და გაყოლა არ არსებობს წიგნი ამის გარეშე, უბრალოდ ეს ამბავი შეიძლება არ იყოს ზედაპირზე და შენ უნდა მიყვე და მესამე და მთავარი მე ამ წიგნზეც ავუნიშნებ ერთადერთი დადებითი თვისება რაც ამ წიგნში აღმოაჩინე არის კარგად დამონტაჟებული. ანუ მონტაჟი. ის რომ სად უნდა შეწყვიტო რაღაც ნაწილი, საერთოდ გააგრძელო და ასე ვთქვათ, როგორ არის დამონტაჟებული. ეს სამი ერთობლიობაში შემთხვევით ქმნის წიგნს. მე რა მომდის პირველ რიგში კარგი მხატვრული თანამედროვე წიგნებიდან ვთქვათ. ქართული ავტორები და ყველაზე მეტად მე მომწონს ჭოლა ლომთათიძე და უშეძლოებოთ კლასიკური ლიტერატურიდან. მე მომწონს ჭოლა ლომთათიძეს ესეთი სამი მოთხრობა, მე მომწონს ნიკოლაი ფიფანიძე და მე მომწონს ლეოქიაჩელი. ანუ ეს სადაც არის ეს ყველაფერი მეტნაკლებად კარგი. ასევე მე მომწონს უიარაღო მამელუქის ავტორი, რომ თვითონ მამელუქი არ ნაკლებად კარგი რაღაცაა, მაგრამ მე არ არის ის. მე მომწონს ბიბლიურ ქნარზე ეგეთი. ეგეთი მოთხრობების პატარა ციკლია, რომელშიც ბიბლიური ისტორიები აქვს თავისებურად მოყოლილი და ეს მომწონს. იქით რა მომწონს? ცოტა კვებით მომწონს ილია ჭავჭავაძის
ყველა წიგნში შორის მომწონს ოთარ რამის ქვრივი, იმიტომ რომ ზუსტად მონტაჟი, არქიტექტურა და წინადადება და წყობა. სიუჟეტის მაგ წიგნის მე საერთოდ არ მომწონს და არ მაინტერესებს პერსონაჟი ამ შემთხვევაში, მაგრამ აი ეს იმდენად კარგად არის ყველაზე ჩამოყალიბებული, რომელიც მიმაჩნია, რომ ეს არის იდეალური აღჭურვილობის ყველაზე ახლა ამბავის მოყოლა თუ გინდა მე გაგიყვან და გაანაღარ ხალხს ვიცნობ ისეთ კარგ ამბებს ყვებიან, ნუ დაჟდები და ლიტერატურის თავარი სათქმელი არის ფორმა. რა თქმა უნდა. ენა და პერსონაჟი. ენა ქმნის პერსონაჟს და ყველაფერი ეს არის ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, ფორმა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არის ხელოვნება. ანუ აქ ხნადობას და ინდივიდუალიზმს ჯერ კიდევ მნიშვნელობა აქვს, თორე ჩვენ შეგვიძლია მაშინ შევიმუშაოთ რაღაც სქემა, რომლის მიხედვით დაწერს ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი წერა-კითხვის ნორმალურად ცოდნას. წერა-კითხვის ნორმალურად ცოდნას, როცა ვამბობ ეს ეს ძალიან ვრცელი რაღაცაა ჩემთვის. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ვსწავლი სკოლის მიღმა, ანუ უნივერსიტეტში, კოლეჯში და ასე შემდეგ, ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს რაღაც დონეზე წერა. აი ეს არის, ამას ვეძახი წერა-კითხვის მცოდნე ადამიანს და ესეთი ადამიანი შენ რომ მიწეს ჩარჩო, რა თქმა უნდა წიგნს დაწერს. თუნდაც ერთ წიგნს და მოყვება თავის ისტორიას, ეგეთი ისტორია ყველაზე ყოველთვის ჩვენ რა და მაგას მოყვება. ანუ ესე არ არის, რომ ეს არის რაღაც შეუძლებელი საქმე. ამიტომ ჩემთვის ეგ არის ფორმა თავი. რა თქმა უნდა ლიტერატურა არის ფორმა. შინაარსი იძახიან რომ ეგ ერთმანეთისგან განაყოფილია. და სადღაც მე შეიძლება ამაში დავეთანხმო, მაგრამ ფორმაში და შინაარსში არსებობს ჩემთვის ერთი დიდი სხვაობა. რომელია შენთვის პირველი, რომელიც შენთვის პიცგი რომელიც გაწევს. ფორმა გაწევს პიცგს, რომ რაღაცა ტექნიკა დაწერა. თუ შინაარსი. არიან მე დაკვირვებული ვარ, რომ წერლების უმრავლესობა ისაც მე პირადად ვიცნობ, არ აქვს ესეთი მიდგომა, რომ დაინახავენ პერსონაჟს. ეს ნიშნავს, რომ შეხედავ ამბავს. ეს მე ჩემ ხასიათში ეგ არ არის. მე ჩემთან ეგრე არ მოდის პიცგი. ჩემთან პიცგი მოდის, რომ მე ვხედავ წინადადებას. ანუ მე ვხედავ რაღაც ენობრივ კონსტრუქციას, რომელიც ეს ენობრივი კონსტრუქცია, არ ვიცი თქვენ ახლა წინა ლექციაზე ჩვენ ხო გითხარით ეს თავთამაშვილის ტიპზე, რომ ენა გიქმნის ბედისწერას. სადღაც შედიხარ ენობრივ სივრცეში და ეს ენა გიქმნის ბედისწერას, რომლიდანაც შენ ვეღარ გამოხო. პერსონაჟი ქმნის ენობრივ ბედისწერას არ ვიცი. იმიტომ რომ შეიძლება ენა უფრო დიდი ბედისწერაა ჩემთვის ვიდრე პერსონაჟი. სხვადასხვა საკანტიხსენებია და მესამე პირში და რეალობაში დაწერაზე. იმიტომ რომ ანტიკში არაფერს მნიშვნელობს. აი, თამთამაშვილის შემთხვევაში რაც ვფიქრობ, ანუ ეს ციგნის ბესტსელერობა რამ განაპირობა? აუ, მაგაზე 1 საათი ვილაპარაკე წინაზე. თემა თუ ვფიქრობთ, აი მაინც უფრო თემამ და ის რომ იყო უკეთესი ანუ იყო უკეთესი ვერსია რომ ეს წიგნი მხატვრულად გაკეთებულიყო ამის შანსი იყო და ეს წიგნი მე წავიკითხე კიდევაც როგორც ჩემი აზრით როგორ იქნებოდა უკეთესი ვერსია და ეს იყო მესამე პირში რომ დაწერილიყო ანეიტრალებდა ყველაფერს მაგრამ აკლებდა აი ამ შინაგანი კონტაქტის ის რომ ეს აი ადამიანი მიყვება ამ ისტორიას ანუ თუ ვიტყვით რომ აი სხვადასხვა კარგი შეკითხვა იყო იმიტომ რომ აი ეს არის ზუსტად როცა პრიორიტეტი შენთვის არის ეს შენ შეიძლება დათმო ესთეტიკური მიზეზი მაგრამ ჩემთვის ესე არ ხდება ანუ ზუსტად რომ ეს წიგნი ყოფილიყო ჩემთვის მესამე პირში დაწერილი გაცილებით საინტერესო ლიტერატურა იქნებოდა როგორც მოვლენა მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ საერთოდ შეიძლება გვწოდნოდა 5 კაცს ანუ მე მგონია რომ ჩვენ მაგაზეც ვილაპარაკეთ, მე მგონია რომ ეს დაემთხვა ყველაფერი ერთმანეთს ეს ობიექტურ რეალობაში. ანუ ეს ახლა დამთხევა ხო ვიცით რაც არის, რომ შენ რაღაც ალღოს უღებ დროს და სივრცეს. მით უმეტეს რომ თამთა შემთხვევაში იყო ისე რომ წინა წიგნი იყო ძალიან კარგი წიგნი რომელიც არავინ არ წაიკითხა აღმოსავლეთით და ეს გადადეს და მე ამდენად სულ 3 კაცს 4 კაცს გვაქვს ეს წიგნი დაგეთქმული და ძალიან კაი წიგნია სინამდვილეში აღმოსავლეთით ქვია ამ წიგნს მეორე წიგნია მისი რომანია ყველაზე კარგი წიგნია
ხო, იქ არ არის არანაირი სკანდალურობა, არაფერი, ის არის ძალიან კარგი ლიტერატურა. აქედან გამომდინარე, ეს ბესტსელერობა და ეს რომ ბევრმა გაიგო, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ავტომატურად კარგი წიგნია ან რაღაც. აქ მე ვამბობ, რომ ეს ობიექტურია. თუმცა ობიექტურმა სიმართლემ როგორც ცხოვრებაში ხდება, ლიტერატურაშიც იგივეა, რომ შეიძლება შედეგი საერთოდ არ მოგიტანოს, იმიტომ რომ შენ ამას აკეთებ ისე, როგორც თუნდაც შენი გადმოსახედიდან და შენი გადმოსახედი არ არის ეს მარტო შენი სუბიექტური ხედვა, ეს არის შენი კულტურა, შენი ცოდნა, შენი ინფორმაციის დონე, ხო? შენი რაღაცა ობიექტური, რაც მიიღე წარსულის სახით, რამდენადაც იცი, რა თქმა უნდა. ყველა ზოგმა იცის ბევრი რამ, ზოგმა იცის ნაკლებად. მაგრამ ეს არ არის აბსოლუტურად სუბიექტური რაღაც. ლიტერატურული შეფასება არ არის სუბიექტური. სუბიექტური რა არის ცხოვრებაში? აი სუბიექტური არის, რომ მეგობარს რომ ამართლებ რაღაცაში, რომ იცი, რომ არ ვარგა, მაგრამ მეგობარია და სუბიექტურად ამართლებ, რომ ხო, კაი, დავხუჭოთ თვალი. მაგრამ ლიტერატურა არ არის სუბიექტური. ლიტერატურა არის ძალიან ინდივიდუალური სფერო და ძალიან ინდივიდუალისტური საქმე, მაგრამ ამის კრიტერიუმები და შეფასება მეცნიერებისგან არ გაქვს. ან მეცნიერება სუბიექტურია? ანუ მეცნიერებაში შენ შეიძლება შენი ინდივიდუალური კონცეფცია წამოაყენო თეორიულ ფიზიკაში და უშუალოდ ხო თქვა რომ რაღაცეებზე დაყრდნობით მე მიმაჩნია რომ სადღაც არის რაღაცა ესე და ეს მუშაობს ესე და უშუალოდ ხო მაგრამ ეს იქნება თეორია ინდივიდის წამოყენებული თეორია მაგრამ დაფუძნებული ძალიან ობიექტურ ცოდნაზე იგივეა ლიტერატურა ანუ ლიტერატურა არის მეცნიერება ხერხი დამოკიდებულება არის ის რომ ინდივიდი აკეთებს რაღაც ობიექტურ ღირებულებას აი ეს მიმაჩნია მე თქვენ ხომ არ გაქვთ ესეთი ინფორმაცია რომ აი ბაბლანის წიგნში რაც არის აღწერილი ანტონიკაშვილის ბიოგრაფია გადასავალი ეს მთლიანად გამოგონილია მწერლის მიერ თუ არსებობდა მე არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი აქ ახლა მე კონკრეტულად ამ წიგნზე ახლა ესე დონეზე. კონკრეტული სიუჟეტი, მაგალითად აი ეს პირი ციხეში რა ხდება რა, რაღაც სიგარეტს უღებს და იმას გონიო იჭერენ და ავიცნობოდა ხდება ციხეში. ხო მე მაგალითად ეს ამბავი გაგონია. მე ვიცი ესეთი რამე. აქაც უნდა გამოვიდეთ რაღაცა იმიდან, ზოგადად როგორ ხდება ესეთი რაღაცა. ხო, მაგალითად ჩვენ ვიცით, ანუ ეს ხო არ არის პირველ რიგში მე ამ კონკრეტულ წიგნზე შეიძლება ამას ქვია რაღაცა ქალაქური ფოლკლორი და ლეგენდებზეა აგებული. შეიძლება არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მთელი სულისკვეთება წიგნიც ეგეთია. საერთოდ ამ წიგნის სულისკვეთებაც ხო ეგეთია რაღაცა ქალაქულ ურბანისტურ ფოლკლორზე აგებული რაღაცა ისეთი ტიპი აი თუნდაც უკვე დასაწყისიდან ეს ჯინს რო დაინახავს გადმოკიდებულს ეს ვიღაცისთვის რაღაც თაობის ტიპისთვის შეიძლება არაფრის თქმელი არ არის მაგრამ ვიღაცა 50 წელს გადაცილებული ტიპისთვის ეს ძალიან ბევრ ამას უყვება ეს ციც რო ჯინსია გადაკიდებული იმიტომ რომ უნდა იცოდე რომ ეს ჯინსი რა იყო იმ შემთხვევაში რაღაცა რა ღირებულება ქონდა რაღაცა ეხლა ამას რო წაიკითხავს 22 წლის ადამიანი თვითონ ამის მნიშვნელობას ვერ მიხვდება იმიტომ რომ ეგ ლეგენდა დამთავრდა ჯინსის ლეგენდა დამთავრებულა ჯინსების თაობა აღარ არის დამთავრდა კი, მაგ ჯინსების თაობასაც ჩვენ განვიხილავთ, ახლა მანდაც მაქვს ერთი-ორი ტკბილი სიტყვა და მანდაც მაქვს ერთი-ორი ტკბილი სიტყვა. ხო, მაგრამ თვითონ მე ამ რასაც ვამბობთ ეს ჩვენ ვიცით მაგალითად ხო რომ დოსტოევსკის ეშმაკები დაბადებულია საგაზეთო სტატიიდან ხო რაღაც ამ მონეჭერდა რომ ვიღაცა მოკლა ვიღაცა რაღაცა და მე ეს დაიბადა ესეთი ანუ ეხლა ბევრი არ ფრანგულ ლიტერატურაშია ესეთ ბრიტანულ ლიტერატურაში სადაც გაზეთი ასრულებდა მაგ ფუნქციას გაზეთის სტატია რაღაცა ინსპირაცია იყო რაღაც ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ საბოლოო ჯამში ცხოვრება გთავაზობს ყველაზე საინტერესო სიუჟეტებს. ნუ ცხოვრებაშია თვითონ რაღაცა სიუჟეტები, რომელიც მე იქცევა. ესეთი ისტორიები შეიძლება ერთი და იგივე ისტორია იქცეს ანეკდოტათაც, რაღაცა მოარულ ამბათაც, წიგნათაც, ფილმათაც, თეატრათაც და ბოლო-ბოლო რაღაცა ლეგენდარულ ამბათს. ანუ არ ვიცი ხო მე კონკრეტულად, მაგრამ მთელი ამ წიგნის განწყობა ზუსტად მაგაზეა, რომ აი ამ ქალაქურ ფოლკლორზე და მითებზეა აგებული.
ალბათ ამიტომაც მოეწონა ძალიან ბევრ ადამიანს, რომ მისთვის ნაცნობი რეალობა. ნაცნობი რეალობა და მეორე ის, რომ ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ რაღაცის ნაწილია, რასაც უთმობს დროს. და ეს ჩვენ რაც ვთქვით, რომ რაღაცა შენობა შეიძლება არის წინვალედ და საინტერესოდ გაკეთებული, მედიტაცია არ არის ყველასთვის ეს დავდგე და დავტკბე ამით, ხო? ასე არ არის ძალიან ბევრი ადამიანის თავი და გონება მოწყობილი. კიდევ თუ რამე სიტყვით თქვენას მეც განვავსობ დიდი სიამოვნება. აი ონლაინ სცენელებს შეიძლება ხომ? კი, აწოლი მქონდა ხელი რაღაც შეჩერება, მაგრამ პირველ რიგში კომენტარის სახით ჩავაბუდეთ წერო ახსენეთ. პირველ ძალიან მოყვარს სპექტრის საერთოდ მხარეს არის არაფერი ჩავაბუდეთ რაც საკითხი არ არის გამოცნობა და არ არის გაზრახ ვახსენე, იმიტომ რომ ციხის მწერალი იყო. დიახ. მე შეიძლება რომ თქვენ შეკითხვით კი არ გიპასუხოთ, უბრალოდ ერთი შეკითხვა დაგისვათ, რომ მე ეს თემა განვავრცოთ ერთად. თქვენი აზრით, რატომ არ არის საქართველოში განვითარებული დეტექტივის ჟანრი? ანუ ეხლა არასწორი ადამიანი ვერ იქნებით, იმიტომ რომ ეს ხო მე ქართულ ლიტერატურას ამხელა ისტორია აქვს და სად არის დეტექტივი? იწერება, მაგრამ რატო არ არის ეს ჟანრი დაუშვათ, რატო ვერ გახდა? თუნდაც არ ამხოლოდ ქართველი ავტორები, რატო ვერ გახდა ისეთი დაუშვათ, როგორც გახდა რაღაცა ნათლი მამა ისეთი რაღაცეები მნიშვნელოვანი და რატო ვერ ჩამოყალიბდა ქართველი მკითხველი დეტექტივის მკითხველად. სპეციალური კონკურსიც კი მიუძღვნა ეს ხოიცი მაგას და არ განვითარდა. ხო, და რატო არ ვითარდება? ეს ხო ეხლა არ დაწყებულა, მე ეხლა ამას მოვყვები, დაუშვათ მე-19 საუკუნიდან, რომ ანუ ჩვენ არ გვიყვარს საიდუმლო. ჩვენ გვიყვარს, რომ საიდუმლო გამხელილია, ანუ ჩვენ რომ ხვდებით, ანუ ჩვენ გვიყვარს, რომ კი, გილისბილი კი, მონანიება, ჭაობი, ეგეთი წიგნები იყო. მაგრამ ეგ უფრო მაინც ციხის ამბავია, ეს კლასიკური გაგებით დეტექტივს საქართველოში წერდა ერთი მწერალი. ეს მწერალი იყო იორამ ჩადუნელი. ხო, პოლიტიკური ტრილერი დეტექტივი, მაგრამ ჩვენ თუ ვიტყვით, რომ სქემატურად დეტექტივი, იორამ ჩადუნელი წერდა დეტექტივებს. მაგრამ იორამ ჩადუნელი საერთოდ რაღაც ბევრი რომანი აქვს, ესე არ არის, რომ 1-2, რაღაც 1-2 წიგნი მეც მაქვს წაკითხული, ისე თვითონ პოლიციელი იყო, მინიციელი და აქედან გამოდიოდა, სულ ისეთ იყო გამოძიება. მინდა გითხრა, ძალიან საინტერესო ტიპი იყო, იმიტომ რომ ეროტიკული სცენები ტიპს ჰქონდა, გაგანია რა თქმა უნდა, სადაც დეტექტივია, იქ ეროტიკაც არის, ახლა აბა როგორ კი. მაგრამ სხვათა შორის ქართული დეტექტიური ხაზის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წიგნი არის ედიშერ ყიფიანის ცაში ასროლილი ქუდები. რომელი? ედიშერ ყიფიანის ცაში ასროლილი ქუდები. ედიშერ ყიფიანი არის ძალიან უსამართლოდ დავიწყებული და დაშაგრული თუ იკითხავენ ხოლმე რომ აი 60-იანი წითელი ღრუბლები. ეგ ეგეთ რაღაცა ფანტასტიკა დეტექტივს წერდა. ო,
ეგ წერდა სულ იყო მან სამეცნიერო ფანტასტიკა, დეტექტივის ელემენტები და ამავე დროს იყო ფილოსოფიური რომანი და ძალიან დაჩაგრულია, იმიტომ რომ შეიძლება ახალგაზრდა მოკვდა, შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ეს ჟანრი არ გვიყვარს. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ეს აბსოლუტურად არ დამისვავს მე, რა თქმა უნდა. ანუ ჩვენ ეხლა მე იქითკენ მივდიოდი, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენივე თავის დანახვა, ანუ მე როგორი ჭკვიანი ვარ, ეგ მიყვარს. ის კი არა რომ მე როგორი დეტექტივი უნდა ვიკითხო, მე როგორი სულელი ვარ, რომ ვერ ხვდები, რომ ხვდები, მაინც უნდა გამოისულელო თავი, რომ წიგნი წაიკითხო ბოლომდე, თორე ეხლა ერთხელ მამა ჩემმა მითხრა ესეც რაღაცა, რომ შერლოკ ჰომსი კი არ არის ძალიან ჭკვიანი, ვატსონია ძალიან დებილია, რა. იმიტომ რომ სადღაც უკვე მე ვხვდები უკვე 15 წუთში მერე ვინ არის მკვლელია და ეს ვატსონი ძალიან დებილიაო, იმიტომ რომ ვერ ხვდებაო, მაგრამ ეს ხო ეს არის რომ დონ კიხოტი იმიტომ არის ძალიან ღრმა ფილოსოფოსი, რომ სანჩოა ისეთი, რომ ვითომ ზედაპირულად ეშმა, მაგრამ ძალიან ეშმაკურად რო აზროვნებს. ესევეა ვატსონიც, ანუ ეს სქემა. აქედან გამომდინარე, დიახ, მე გეთანხმებით, რომ ჩვენ როგორც მკითხველს და როგორც საერთოდ მოქალაქეებს და ადამიანებს, ქართველებს გვიყვარს ჩვენი საკუთარი მნიშვნელობის დანახვა. ანუ მე ვიკითხულობ წიგნს იქიდან, რომ მე როგორი ჭკვიანი ტიპი ვარ, რომ ეს მესმის. და არა ისე რომ პირიქით ხო უკეთესია რომ ვაიმე როგორი სულელი ვარ რომ არ მესმის და რასასწაულია რომ ესეთი რაღაცა ხდება ანუ ფილმის და წიგნის და ყველაფრის მუღამი ხო ეგ არის განსაკუთრებით ჩვენ როცა ვლაპარაკობთ წიგნს რომელსაც აქვს სიუჟეტი ანუ რაც ნიშნავს დასაწყისი რაღაცა ამბავი კულმინაცია ინერციული დაშვება და დასასრული ხო ანუ ამ კლასიკური სქემით რო არის აი ესეთია ყველა ნებისმიერი კარგი დეტექტივი ესეთია ნებისმიერი კარგი ტილერი ანუ ნებისმიერი წიგნი რომელიც შეიცავს გარკვეულ საიდუმლოს. იქ ცოტა სულელი თუ არ ხარ, ალბათ 20 და 25 დეტექტივის დაკითხვის შემდეგ უკვე ხვდები ეს საერთოდ ეს ჟანრი როგორ მუშაობს და ძალიან თავისუფლად შეგიძლია. ანუ მაგალითად ჩვენ ხო ვიცით რომ პირველი ვიზეც ავიღებთ ეჭვს, ის შანსი არ არის რომ იყოს მკვლელი კლასიკურ დეტექტივში. ვიზეს არ ვეჭობთ, შეიძლება ის იყოს მკვლელი. ეს ორი სქემა ვიცით ხო? არის მესამე სქემა, რომ ვინც ყველაზე პასიურია, შეიძლება ის იყოს მკვლელი. მაგრამ არის ის მომენტი და არის მეორე დეტექტივი, რომელიც უკვე ანუ ეს არის ედგარ პოს დეტექტივს ვეძახი. არის დოსტოევსკის დეტექტივი, რომ არის დოსტოევსკიმ რა დეტექტივით შექმნა, რომ წინასწარ იცი ვინ არის მკვლელი. მაგრამ შენ გაინტერესებს უკვე ამის თავგადასავალი როგორი იქნება და რატომ და როგორ მიდის. ეს ახლა ძალიან რუსული სენტიმენტალური ამბავია, რომელსაც მე ნაკლებად მჯერა, მაგრამ საკითხად სასიამოვნო და კაი გასართობია. ჩვენ თვითონ ეს რასაც ეხება ანალიტიკას, ჩვენ გვიყვარსო ჩვენ გამოვჩნდეთ, რომ ძალიან ჭკვიანები ვართ, ამიტომ რაც უფრო ნაცნობია სიუჟეტი და გასაგები და განვითარების სქემა, რაც უფრო აი მე ხო ვთქვი ესე იქნება დაუშვათ ამისია, მით უფრო მისაღებია ჩვენთვის წიგნი. ეს არის სწორი მიდგომა. ჩემი აზრით სამწუხაროდ ეს არ არის სწორი მიდგომა. მე მგონი გავეცი თქვენ შეკითხვას, მე დაკლებოთ პასუხი. რაც რამის თქმა თუ გინდათ თქვათ. წაიკითხეს და მოეწონა. წავიკითხე ბოლოს მანამდე ამიტომ ეს იყო გროსმაისტერი. არ ვიცი. ვერ გეტყვით რომ წლის არაფერი ამ პირველ წაკითხვის ბიოგრაფია არა ისა პირველ წაკითხვის ბედნიერება გაქვს მეთქი. ო არა სამწუხაროდ იმიტომ მესმის თქვენ რომ მოსწავლე მომთხოვეს ავტორის მოწვევა და მესმის რთულია ხა მოიწვია ავტორი როდესაც არ ხარ ახთოვანებული ამ წიგნიდან. ავტორი არის სოფო არდია. საკონ ვარსკვლავშიც იყო მე მგონი და ვიზუალურად მოეწონათ და მთხოვეს რომ მომეწონა. მანამდე აქვს დაწერილი კარგახანია ეგ წიგნი რომ არის. და რას გვიღო? ანუ რატო გეუბნებით ეგ წიგნი არის ბესტსელერი. კი ბატონო. და რა ტიპის დეტექტივია ეგ ძალიან საინტერესოა. ანუ რა ტიპის დეტექტივია ეს მაინტერესებს. ანუ ჩვენ ვიცით მკვლელი ვინ არის თავარი, საერთოდ არ ხდება მკვლელობა. არა ხდება და ზუსტად ის აღმოჩნდება მკვლელი, ვიზეს საერთოდ არ ფიქრობ, ვინ თვითონ ეძებს მკვლელს. არ დაგასპოილერებთ, იქნებ წაკითხვა გინდათ. არა, არანაირად, დიდი მადლობა. არანაირად ახლა არანაირად მაგაზე 1000 იმდენი მე უკვე იმას აქში ვარ 50 წლის ვარ რომ ყველაფერი მინდა ცხოვრებაში საუკეთესო.
აღარ შემიძლია რაღაცებზე. კი, ეხლა მე რო ვიყო ეხლა 25 წლის წინ ალბათ დავინტერესდებოდი და გადავშლიდი და ეხლა მე უკვე მაგდენი დრო არ მაქვს და იმდენი კარგი წიგნი მაქვს ჯერ კიდევ თანამედროვე თუნდაც წასაკითხი რომ ვიცი რომ კარგი წიგნია რომ ეხლა ამიტომ აი თუ მომიყვებით 5 წუთში რა ხდება არ ვიცი. ძალიან ისეთი სიუჟეტია რაღაც კვლეობა ხდება სადღაც კონძულზე და ვინ არის იძიები. ანუ თავისუფლად ამ წიგნს რო წერებოდა არა სოფო, არამედ წერებოდა ჯენეტენი, იქნებოდა მაინც თავისუფლად. ანუ მე ვერ ვხვდი რატო ობეცილებს სიმართლე გითხრათ. ეგ რა შემთხვევით რატომ არის ვერ არა. ეს როგორ ცნობილი არ იყო როგორც მაინც არა, გოგო კი, წიგნის ანუ ეს ეხლა მე ვხვდები უკვე თქვენ რა ტიპის იმაზე ლიტერატურაზე მელაპარაკებით, ეს ადრე ეხლა ჩვენ ახალგაზრდობაში კი გამოდიოდა ჟურნალ სარკეში რო დეტექტივები იბეჭდებოდა. კი ბატონო. ეს გოგო აღმოჩნდება ამ კვლევით და ნუ ამაზე ხო გაგიგენ, იმიტომ რომ ეს გოგო იძიებდა ეს გოგო რაღაც ძალიან მაგარი, ბოლოს ეს გოგო აღმოჩნდა კვლევით. ვინც იძიებდა ის აღმოჩნდა. ეგეც ახლა კლასიკური სქემაა, ანუ გაორება ხო არ ჭირდა. კი, ექიმი ჯეკილი და თუ როგორ არის ის სტივენსონის ისა, მისტერ ჰაიდი და ექიმი ჯეკილი. არა, მე მგონი სტივენსონის. მე მგონი სტივენსონის. მისტერ ჰაიდი და დოქტორ ჯეკილი რა. მისტერ ჰაიდი და დოქტორ ჯეკილია, ეგ მე მგონი. აგატა კრისტის მოთფიქრებული სცენა არის, ეგ ყველა რო ერთად მოკლავს. აი ერთადერთი ორიგინალური რასა აქ ეს. მატარებელში ყველა რომ მკვლელია. რო იძიებს ეს აღმოსავლური ექსპრესი. როდესაც ყველა მკვლელი აგატა კრისტის მოფიქრებული აქვს, მაგრამ ეგ ძალიან ერთჯერადი ილეთი ახლა ყველა წიგში ხო ყველა არ მოკლავს რა, ანუ ერთჯერადად საინტერესოა. ამიტომაც დარჩა ეგ რომანი მის რომანებში ყველაზე ისე ცნობენ რომანები. ყველა მიცის. ხო, მაგრამ ანუ ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, მანდაც კლასიკური სქემაა. არ ვიცი, დეტექტივში შეიძლება იყოს გამოყენებული აბსოლუტურად კლასიკური სქემა, დაწერილი იყოს ძალიან უგემოვნოთ, მაგრამ ეხებოდეს რაღაც ისეთ საკითხს, რაც იმ მომენტში აქტუალურია. ეს შეიძლება ჩემთვის და თქვენთვის არ იყოს აქტუალური, მაგრამ აი იმ ჟურნალებს, ვინც კითხულობს იმ ხალხისთვის, ხო? აი ეს შეიძლება ისეთი პრიმიტიული ის იყოს და უშენთ რაღაცა სიძე იმის დამოკიდებულება და დედამთილი მამამთილი რაღაც. აი ძალიან ესეთი ჩახვეული იყოს მარტივ რაღაცაში და ამან გამოიწვიოს ამის წაკითხვის სურვილი, იმიტომ რომ ადამიანებს იგივე აქვს. მაგრამ თვითონ ეს დეტექტივის შეუძლებლობა საქართველოში, ხო, ანუ ჩვენ ხარ რაღაცა სერიოზული დეტექტივი ვარ. ანუ ისეთი ანალიტიკური, ის რასაც დეტექტივი გულისხმობს, მათემატიკური დეტექტივი ვარ. აი ეს არის. მაგრამ შევეცდოთ ამ დეტექტივებს ეს რაღაცებს, იმიტომ რომ და დიდი ხანია ვიცი ეს რომ ქართულ ადამიანს ეგზისტენციურ დონეზე ახასიათებს ის რომ უნდა თუ არ არის რაღაცის ნაწილი თავისთავად არ მოწონს. ძალიან ჩემთვის აი ორჯეროვია. რაღაცის ნაწილი პოპულარული პორნოგრაფია. არა, დამოკიდებულება ის არის, რომ ქართულ ადამიანის კულტურაში, მის ცნობიერებაში შენი სალმით შეგიძლია შეცვალო მისი მთელი დამოკიდებულება საკითხის. გუშინ შეიძლება იცავდა, რომ შენ ნაგავი ხარ და დღეს გაუღიმო და მიესალმო და შენ ხარ უკარგესი. ეს მისადო ინფანტილიზმია რა. მაგას ამ ინფანტილიზმიდან გამოსვლას დავაშკაცებას აჭირდება სახლიდან წასვლა ჯვაროსნად და რაღაცის დაპყრობა და შენი ეს და ჩვენ ეგ არ გაგვიკეთებია და ამიტომ ამი ვერ გამოვედით ამ ინფანტილურობიდან. ანუ რაღაცა მიწები უნდა დაეპყროს ცენტრალურს. ან ჩვენ დავიწყოთ რაღაცა მოვიფიქროთ რა ვიცი, მაგრამ არ გამოდის ეგ ამბავი. ინფანტილიზმიდან გამოსვლა და გაზრდა არ გამოდის შენ თუ არ ხარ კონკისტადორი, დამპყრობელი და ჯვაროსანი. ყველაზე ცუდვარიანში ვაჭარი გამოდის და დადიხარ ქარავნით სოფლიოს გარშემო და არ ეცნობი. მეგობრებო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ მოგზადდით. შემდეგი ლექცია გვექნება გაცილებით საინტერესო, იმიტომ რომ მე გაცილებით ქართველი ვარ და მეც ჩარჩილი ვარ ამაში სუბიექტურად მომწონს მე ეს წიგნი. ალეკო შუღლაძეს გადამალვა და ვეცდები, რომ აი ამ შემთხვევასგან განსხვავებით, რომელსაც დღეს ჩვენ
მე ვერ უწოდებ ამ წიგნს ანტილიტერატურას, მაგრამ ეს არის იმანდელური ლიტერატურა, აქნეავდნენ ეს არის საინტერესო და შემდეგში გველოდება არატაშვილის გადამომა, რომელიც უკვე ძალიან კარგი და საინტერესო ლიტერატურაა.